აბა მოგესალმებით ყველას, ლაილაის მორიგი ეპიზოდი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ვინც აქტიურობთ, ვინც წერთ, ვინც ალაიქებთ ჩვენს გვერდს და ვინც გვიწერთ, რა თქმა უნდა, დაწყნარდი ბიჭო, დაწყნარდი რა. წამზომია ჩართული სადამოვა. ნოდარის ვიღაბი ეგერ არის და შემიძლია გაუკეთოთ თქვენი სურვილით თუ ეგრა მომწერეთ და შემდეგ გადაცემაში ამით დავსვავ. ბილი ბერკის ირლანდიური პავში ვიყოფებით, კოსტავა 77, უცვლელი ჩვენი ლოკაცია, მშვენიერი გარემო, ჩვენი მასპინძლები, ჩვენი მეგობრები არიან და ჩვენი სპონსორი და მეგობარი ასევე კომაგი, ნიკორას სოსისი, კომაგეთ საქართველოს. ხო და ეხლა მე ვიტყვირთ. არა. ვინც წააგებს და ბაწარში გახყოფს თავს ამ თამაშში. ხო. ის შეჭამს თლიანად აი ამ სოსის. თლიანად არა გაგიღო. გავაგე, იმიტომ რომ შენ მაგას ვერ გადაიტან, მე რომ შეჭამო ეგ თლიანად. სადაც გადავიტან. მოგდები და ამ ჩვენი გახურების შემდეგ ჩვენთან სტუმრად იქნება ძალიან საინტერესო ადამიანი, საამაყო კაცი ნაღდათ, ზია ციკოლია, რომელსაც ედმე წარდგენა აჭირდება და ბევრ რაღაცაზე ვისაუბრებთ. ამიტომ ჩავთე წამზომი. საინტერესო სტუმარი გვეყოლება, მაგრამ ეხლა აი ამ რაღაცა ის თავის ის თქვი ჩამოხრჩობანა თუ ის მოდი მაშინ ერთ გეტყვი რა უკეთესი რაღაცა დაწერა პირველი 200-200-იანია და უკეთესი მოიფიქრე შენ რა არ ფიქრობ არაფერს დაიწყე კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის მატჩები ჩამოხრჩობანაში თამაშები ჩვენ ხო გვაქვს ესეთი ჩემი რუბრიკა ჩემი ფანტაზია შეჩემა და ეხლა რაღაცა ისეც მოიფიქრებდი რომ წარმოუდგენელი იქნება მაგრამ აუ ეგ არის ბერი აბა იმას ვარ დავიწყოთ თქვა გიდა შესავალი მინიშნება შენი ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამია. დანარჩენი მოდი შენზე მომინდია და დაიწყე. პირველი 200-იანია. წავიდა. ნუ მ აბა. რაო? მ. მე არის ესე იგი? მოდი რა. ხა ეხლა რა კაია, ვერავის ვერ დაეხლა. მიდი ბევრი იქნება. პირველი არის რა თქმა უნდა. სამი ნუ რ არა ასმერე რა უნდა იყოს თო ხო არ ვიცი შენზია ხო კარდახოვდი ამ ბარცუბას დიდ გულზე რო იყავ მიდი ხა შენზე ხარ დამოკიდებული შენ კაი ქ რა ქარხანა აი ქარხანა მე აი აი ხა ეგეც უნდა ჩაგითვალო ისე რომ ბაწარში გახყო თავი ეს ას რანაირად შეჩემა რა მნიშვნელობა აუჭივით ხატა წერა არის ის არა რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ხო რა ასოები თქვი პირველი ორი რო ჩამახცე აღარ მახსოვს და არც გეტყვი რომ ვიცოდე ვითხარი არა არ მახსოვს რა არა აქ რ თქვი არა ქ ჩაჯდა რ თქვი რ არ არის და რაღაცა თქვი კიდე ეხა ამ უნდა იყოს მაშინ იქ ეხა ამ ამოალა ამოს შეიძლება რა მიდი შენზე ხარ ახლა რამე მითხარ შეგარმოწო რა ქა არა მე მევასება რომ შენ იტანჯები ეგ არის მთელი მუღამი რომ მეტი არ არის ერთი ქ იყო ქ რო იყოს არ დავამატებდი ერთი ქ არის სასირობა მოიგონა ქიუნი არ არის ეს ლაპარაკო შენ არა რა ხო არის რაღაც კომპანია შენ თვითონ ახსენეთ ეგ მუ თქვი და მ და რ თქვი მ და რ ანუ შენ რაც გიყვარს ეგენი არ გამართდა მ აი მაშინ ი ოუ ჩემი ეხლა მისცა რა პადაჭა მიდი ჩაწერი რა არის დოდო არ უთხრა ეხლა შენ უნდა პადაჭა მომცა ჟეში ხო არა გაქვს მაინც ვერ ხვდები ძალიან კარგი ბერი რომ დოდო შენ არ დიმაც ნუ გადაიქცევი ეხლა რა აი კამამი ოი მე დასულა სავაცი ემისე დაიწყე აი მაინც ვერ მოვიდა აღა მოვიფიქრო ეხლა თქვენ მოგწერეთ რა სრული გინდათ რომ მაშინ ვისრულოთ დავიდალე რა მე ვთქვი რომ სოსისები უნდა იყოს ეს ამე კაცო ეს სრული სალკე ჩამე აიდე დაიდე კაი მეგობრები აი მე ძალიან სულა თავა სენიორებო აი გამოვიდა ძალიან
ძალიან ცუდად ვარ მე თვითონ ეხლა რომ ვერ მოვიგე მეგონა რომ ვერ გამოიცურდა და სხვა რაღაცებზე წავიდოდა მაგრამ ეხლა კაი დაწერეთ კომენტარებში სურვილი დამეწერეთ დამიდეს ვაჭამ ვერსია ერთ ვიტყვი სურვილი დავყადაზე თესლ სურვილი ამოვარჩევ და იმას შევასრულებინე კაი ეხლა ველოდებით დაიწყე მაინც ამე და ეხლა ველოდებით ზიად სიკოლიას და ველოდებით კი რა გერ არის უკვე უყურამ ყველაფერს მეგონი არ ვიცი მიდი დაიწყე რა იგი დიმპილავრი დამპილავრი აბა როგორ ჩეკპირდით მეგობრებო კვაჭახაი ბიჭო კვაჭახაი მას როგორ ჩეკპირდით ჩვენთან სტუმრად არის დღეს ზვიად სიკოლია გავხურდით ჩვენ უკვე თავიდან ნახეთ ეს ერთი გადაცემა გარეთ იყო ეხლა ზვიადთან ერთად ვისაუბრეთ ყველა არასწორ პასუხზე კი არა და კითხვაზე თუ სიტყვაზე შენ რასაც იტყვი მე მექნება ესეთი რეაქცია რაც აქამდე არ ქონია ნახე სიმბოლურია რა როგორ შენ არც არის საჭირო მაყურებელმა უნდა გაიგოს აბა რა არის რა ქვეტექსტია არ შეიძლება ხარ ამას პირველად აღარ ანუ საათი და კი პირველად აუვიწყარი იქნება ბაიჩო და ხომარტოდი საბარგალო და ცხაბოი ეს სიმღერა დავწერე მარტვილში დავიყავით მე და დიმა ორი დღით გასული მე დიმა ბუკა ლუკა მარტვილი ისეთი ადგილია დაგაწერიებდა აურა მაგარია სასწაულია საქართველოს სად არის სასწაული ერთი ადგილი მითხარი სად აქ ჩავარდნა ოჩ ქვეყანას თო აი სასწაული რო არა გეგ ზუსტად ვიცი რა არა ბიჭო, აი ვაფშე რო უყურებ ახლა უკაცრავთ ამ ჟარგონული საუბრისთვის. ეს ხო იცი, ჩვენი თაობის ხალხი ეგრე ლაპარაკობს, ხო და. ეხლა ვიყავით უშეთში რა, 3 დღით და პირველად ვიყავი და როგორ ვნანობ, რომ აქამდე არის. არის კრისეივერივით. კაი, გამოვშტერდი, აი დედასპიცო, რაც ჩამოვედი იმის ფერს უმაგაზე ვლაპარაკობ. ჯერ ადგილი. მერე ხალხი. ფიზიკურად ლამაზები, შინაგანად ლამაზები, ისე გიღიმიან, ისეთი სითბო და სიყვარული მოდის, რომ აი გეუნე გაგაშიშვლები რა და აი ჩამოვედი სრული შოკით, ხო და ეხლა უნდა მოვიარო ყველაფერი. ჩვენ მარტვილში ვიყავით 3 დღე, 2 დღე. ანიონი და მთელი ანიონის თავი დაანები ბიჭო. თვითონ ჯერ ხალხი ხო იცი ხა. გადასარევი ხალხი. ეხლა ზემოთ ავედით იმასე ბალდას კანი ჩხერი რო არის და ცივი წყალი. მამა ჩემ მანდედან არის. ხო, სადა უყურე ხდება რა ზღაპარია. თევს მეგონი მოყევი წირას კალმახებს იჭერენ იქ რაღაც. არ მოგიხოლია მოყევი. ხო იცი ხა და დაი გზნობ რო დიდი სიყვარულით არიან ჩემს მიმართ და მოდიო. გაჩვენო გინდა ეხა ამ წუთში მოიყვანეს ახალი მე ვთქვა ეხა მეგრელი როდის იყო იტყუებოდა მეთქი და მეყურე და აი ხედა შენ ეხლა არ მოგატყუებ არა ისე როგორ არ ვიტყუები და 6 კალმახი ვჭამე ამან მოატანინა 3ჯერ ბიჭო იქვე შეთავი რა საოცარი ბუნებაა საოცარი უბრალოდ ერთადერთი რაც მინდა ისურვა რომ უფრო მეტად რომ მოვუარო რა თვითონ რა ზუსტად აი ეხლა გარემო რო ახსენე რა შეიძლება ეგეთმა ადგილმა აი ეხლა თუ შეთი ახსენე შენი პროფესიიდან გამომდინარე, აი რამე მაგარი იდეა დაბადოს, კუთხეებიდან გამომდინარე, ვიზუალიდან გამომდინარე. რა, ნუ ეხლა იქ რო ვიყავი უკვე გამიჩნდა იდეები და უკვე ვიცი რა მიმართულებით უნდა რაღაცა ახალი პროდუქცია შევქმნა და გავაკეთო და რაღაცა თან მიუძღვნა ჩემ ქვეყანას რა და ესე ვთქვათ ჩემი ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდეს, იმიტომ აი გეტყვი ხა პარალელს გავავლებ რა ეს არ მინდა ეხა რეკლამასავით გამოვიდეს, უბრალოდ მომყავს მაგალითი რა. შენ ამბობ? ჩვენ გაიკეთებთ კაცო რეკლამა. არ მინდა, მაგრამ აგე შენი რეკლამა. აი, გაიხარ. აი, სათვალეების გამოშვება როგორ დაიწყო რა, საერთოდ ეს კოლხის სათვალე რო გაკეთდა, საერთოდ როგორ იყო? თხოვეს, რომ ერთ ფრანგ მწარმოებელს უნდა სათვალის დიზაინიო რა და წავედი ამ ფრანგ მწარმოებელს შევხვდი კანში. ვისაუბრეთ, რომ მინდა სათვალის დიზაინიო და მე ამ სათვალეს გავყიდით რაღაც ორიგინალური მოიფიქრეო. და დავიწყე რა ამ ორიგინალურის ფიქრი და რო გავაკეთე ეს სათვალე. თან როგორ იცი, აი ტრილოგიას ვაპირებდი რა, რომ ყოფილიყო კანი, ნიცა, მონტე-კარლო. 3 სათვალე ყოფილიყო და კანი, ნიცა, მონტე-კარლო, რომ ესეთი ამაზე ხო საუბარი. კი, მაგაზე არის საუბარი და როგორი სიტუაცია იცი რომ გავაკეთე, ნუ ამ ადამიანს რაღაც პრობლემები შეექმნა, ეხა არაო, რაღაცა ოჯახური რაღაც პრობლემები ქონა. მეთქი არ გინდა, მე თვითონ მივხედავ პრობლემა არ მაქვს მაგის წარმოებას ეხლა და მე რო ფიქრობდი რომ აი გამომიშვა ეს კანინიცა და ფიქრო რატო უნდა გამოუშვა კანინიცა მონტე-კარლო ისედაც ამდენი ყველა მონტე-კარლოს არქმევს, ყველა კანს და ყველა ნიცას
რა მეთქი ჩემი კუთხე უკეთესი არ არის პოპულარიზაცია ყველაფერი პირველი მეთქი რა ნუ კოლხი რა კოლხეთი სარისკო იყო როგორ გონია იდეა მიღებლობა ხო იცი ცოტა ისეთია ჩვენთან რა იცი რა არის ყველაფერი სარისკოა აბსოლუტურად ყველა ნებისმიერი დაწყებული საქმე სარისკო არის მაგრამ მეორე არის შეგიძლია ბოლომდე მიყვე მაგას თუ არ შეგიძლია რა ესე ჟარგონულად ვიყავ ჩააზადნი ხოდებ თუ არა კაი ბიჭებს ზადნი არა აქვს ხო და აქედან გამომდინარე რომ დაიწყე უნდა მიიყვანო ბოლომდე რა ეხლა ვიღაცისთვის შეიძლება საქილიკო იყოს გაიგე და აუ ქართული და რაღაც მაგრამ ჩემთვის ეს სიამაყის ელემენტია მაგას რა ქვია ამაზე რიცა ხო და რა მე სიამაყით მინდა ერთ რაღაცა გავიხსენო დაახლოებით ეს არის 22 წლის ამბავი თუ 23 წლის აზე მოდი რა 23 ჩემი 22 წლის წინანდელ ამბავს მაშინ პირველად გავიგე რაღაცას ვიაც იკოლია რაღაცა ფერარი თუ რა ბაზარი იყო პეჟო მეჟო რაღაცა და ჩვენ ერთმანეთს გავიწვევთ და გადაცემაში ვიჯექით ერთად და ამან ისეთ რაღაც გაიხსენო მე საერთოდ არ ახსოვს ცოტა მეხსიერებაში ისაბა ნინოსთან ხო შტა არა ნინო არაზაში ხო არაზაი ხო მეც ვიყავი წამყალა დილაში ხო და შენც იყავი ხანხი მე ვფიქრობ რა ეს ლაპარაკობსო რა დიზაინიო რა პეჟო ვაფშე ვინ არის кто этот პასრადავში მაგარი იყო და მე გამახსენდა რომ რაღაც ბენზინი გამithავდა თუ რა თქვი ხო მე ბენზინი გამithავდა და მე შენ ჩავამიყვანე იმაზე ვაჟაზე მეყენა მანქანა მაშინ მყავდა პირველი ჩემი მანქანა იყო კლასიკური მინი კუპერი რა ის მისტერ ბინის პატარა ხო უი გამახსენდა ჩაგორდით იმა თუ დაადგი არა ჩამიყვანა წამოდი ჩაგიყვანა და მე გაჯგემული ვიჯაკი ხა მე ვთქვა ძიმას მივყეო არა რამე ისეთ პონჩი ამას მართლაც მოწმობა არ აქვს ვერ აიღო სამჯერ ფსიქოვე არ მიცეს და ვერ გავიდა გამოსტაზე შენი გადამეტებული რაღაცა ჩემი არ არის მანქანა ვატყუში აი ეს ფრაზა მოგწონს ჩემი არ არის მანქანა იცი რატო არა ზუსტად რამე როა დაავალო რომ ის მოიტანე არა ეს ამის მოგონა კვერცხი რომ ამოგაქვს იღლები და რაღაცეები და სხვა რამეს კაც მოუსმენ აი ხანი გავიდა მოკლედ რა მაგის მერე და შენ ძალიან ბევრ რამეს მიახციე და უცებად და აღიარო არა უკვე ფაქტია რომ მიღწეული გაგდა მაგრა გამისწორდა აი ეს არის ერთ-ერთი ჩემი მე ძალიან მომწონს ეს რა ვიცი თვითონაც მოწონს ეს საათი ვიყიდე მე რამდენი წელი წინ არ მახსოვს თავი ახალი გამოშვებული იყო და უყურე წვანი ფერის ხო არის და ნახე რა კითხვა მოვიდა პირველი აბა ელენე ხუციანიძე ყოველთვის ყველაზე ლამაზი მოდელი რატომაა მაინდა-მაინც წვანე ფერიო შემთხვევით დაემთხვა აბსოლუტურად მართლა. ბიჭო, არა, მართლა შემთხვევით დაემთხვა რა ვიცი, ხა ეს მწვანე ფერი ხო იცი ხა რასთანაცაა დაკავშირებული ინგლისურ სპორტულ მანქანებთან და ეხლა მაგათი არის ბრიტიში რეისინგი. შენ რო არ ჩაუყვე, იმედია მაგ კონტექსტში არ არის კითხვა დასმული. ხო და მოკლედ ხო რა ვიცი ხა მაგ დროს შეიძლება ყველაფერი მოგეჩვენოს ლამაზად. არა, მოკლედ არა, სრული დამთხევა არის, თან რაღაცა აღმოჩნდა, რომ კომპანიაშიც, ესე ვთქვათ, პერსონალს ჩვენ ჯგუფს და ჩვენ გუნდს რაღაცა ეს რომელიც გააგედი. ეგ არის 2013-ში. ო, მაგას ვეუბნები, მე მაშინვე თითქმის იმას ხედავ. ვიაკისგან დამოუკიდე იუნიკის სახელი გამოდიოდა. მე მგონი გაუკვირდა კიდევაც, რომ იუნიკის სახელი გამოდიოდა ჯერ კიდე, კი, ჯერ სიკოლე არც იყო მაშინ და ისე ზვიად ერთ-ერთი ყველაზე მაგარი აღიარება შენთვის რა ხო ის არის აი კრის ბენგლის აპლოდისმენტები და მთელი ამბები რა შეფასებები რა კი ეგ ხო არის ერთ-ერთი მთავარი ბიჭო ეგ მთავარი არის მაგრამ შემოქმედი რომ გეტყვი რა აი ყველაზე მაგარი შეფასება იყო რამოდენიმეჯერ მქონდა აი ყველაზე მაგარი შეფასება ერთხელ მარინამ თქვა ისე გულით თქვა რომ მოკლედ რაღაც სიტუაცია იყო და ესე ვთქვათ ცხოველის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოუხატე და შეაფასა ეგ ურთიერთობა ზიაციგოლია ეს არ ვიცი ნახე კაი დამთავრე ჯერ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შეფასება არის სრულიად აი როცა აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც შენ არც იცნობ, რომელიც შენ აი არც გინახავს არასდროს, რომელიც შენ არ ვიცი, აი შეხებაც არ ქონია, ხო? არც მენტალურ დონეზე არ ქონია და
იმის, თქვათ, კომენტარებს ან იმის შეფასებებს ისმენ რა. ეგ არის, აი, არ ვიცი. ყველაზე მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მაგარი შეფასებაა, საერთოდ რა. ეგ მაგაზე მაგარი შეფასება არ არსებობს, იმიტომ რომ ერთი არის პრიზი, ერთი არის კი გასაგებია საერთაშორისო ის და მეორე არის აი ესე დამოუკიდებლად ეხა მე და შენ რო დაუჯდებით თქვა და რაღაცას ვილაპარაკა და აუ ნახე რა, ეგ გურამ ჯო რა მაგარ რაღაცებს აკეთებს და რაღაც, ხო? აი ეგ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მაგარი შეფასება ეგაა. შეგზნება მაგას ხონდა მაგის რა, რომ ნახო ვიხტა რომ რაც იყო როგორც იყო. ხო, ნუ ეგ პირადად რო გაგისტობდა, ალბათ უფრო კიდე გაუემაგდებოდა ის თავშვილები. ნუ არის, აი ბევრი შემთხვევებსაც აქვს. კი, და თქვათ ყოფილა რომ სიტყვაზე საზღვარგარეთ ყოფილვართ, რაღაც იყო მიდივარ სადღაც და ვიღაც ქართველი უცებს საერთოდ არ ელოდები რა, უც ქართული დაგინახავს და დიდი მადლობა რომ აკეთებ რაღაცა და აი რამხელა სტიმულია ისე რომ ოსკაროსანი შეფასება. ხო, არა, დედასპიცა ვარ, აი ხო იცი, შოკს რო აძლევენ ხოლმე, რომ გული ამუშავდეს, აი ეგეთ შოკია ხოლმე და რაღაც ძალიან დიდი ადრენალინის მომცემია და მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ყველას, ვინც აი ეგრე ფიქრობს და ეგეთ სტიმულს მაძლევს, რომ კიდე უფრო რაღაც წინ ვიყოთ და ვიმუშაო. ხო, გავხსენდი რა, ეხა დეები წერია, ციკოლია, ბეჭედი, ციკოლია, ჩანთები, ციკოლია, ვიღაც ციკოლია რეჟისორიც არის. მაგარი რეჟისორია და ვიცი ნამდვილად. ციკოლია, მანქანა, ციკოლია ფასდაკლება, ციკოლია, საფულე, ციკოლია, ეს მრავალფეროვნება, ვთქვათ. თვითფრინავები არ არის? თვითფრინავები დიდგორი. აუ, ლაზიკა. არა, იცი რატო გეუბნები, რა არ კმაყოფილდები როგორც ჩანს ერთით, ხო? შეგედო ეხა შენ ძალიან წყარად და მშვიდად, საათების ხაზი გაეკეთებინა და ყოფილიყავი კარგად. ხო, მაგრამ ერთ სადღაც გაქვს ნათქვამი, რომ პირიქით ეხა ფანტაზია უფრო მოზღვავებული და უფრო გაგიღიზიანა, მაგრამ კაი გაგებით ვამბობ და წავიდა, ხო? ეგ იცი როგორ რაღაცა, ეხა ძიმას რო უთხრა, რატო არ კმაყოფილდები მარტო ფეხბურთის კომენტირებით ვერ გავიგე და ფეხბურთის ყურებით. რატო უყურებს სხვა სპორტს? ხო ეს გიჟივიდან უყურებ და შენ აკეთებ ნო ეხა გასწორება. ხო, მაგრამ შენ უყურებ და ანალიზს უკეთებ და ამას კომენტარ, ესე ვთქვათ, კომენტირებას უკეთებ და ასე იგივეა რა ესეც რა. ერთით ხო არ კმაყოფილდები? შენ ყველაზე საამაყო რა გაქვს? ეხა ვერ ვიტყვი ალბათ რაღაც, მაგრამ მაინც გეკითხები, იქნება ხო ვიტყვდები რასაც. ორი ბიჭი. ერთი ბაიკერი. ერთი ბაიკერი, კი. თვითონაც იყიდა სკუტერი და მე არ ესა აღარ დადის რა. არა, ნუ ვივლი. პირველი მე დაუკომენტარე Instagram-ზე დაიდო story და მე ვქარე რაც მეტი ვიქნებით უკეთესი მე. ეს გიჟივით არის. უყურე ასე მე სულ რაღაცემ ჭის რა. ეგ ჩვეულებრივი მომენტია, ხო, თხილად უნდა იყო და ვერცხალობით ყველაფერი კარგად. ხო, ბიჭო, მაგრამ მე რო ხელი ამტკივდეს და ხაზი ვერ გავავლო, ხო ხტები ეგ უკვე სერიოზული ისა. ამიტომ ერთხელ ვიხტუმნე თავით, მოკლედ და მივხვდი რომ მეთქი. შენ ეგრე თავით არ უნდა მოიფხანოს. ხო. დიმა, რონალდინიოს ფეხი რო დაზღვეული ხო ისი? მართლა? რონა დააზღვიო? დიმა, მოდი ვეთქვი ჩვენს მეგობრებს, ჩვენი ამიგოები, ჩვენი ჯიგრები, ვინც გვიყურებენ, იწერენ ჩვენს ახს კიდევ ერთხელ გეუბნებით, გამოიწერეთ ჯიგრებო, იმიტომ რომ ესეც საინტერესო ხალხი, შემოქმედი ხალხი მოვიყვანოთ და გავაკეთოთ ყველაფერი ისე როგორც ჩვენ გვიდა და რა თქმა უნდა ჩვენი კომაგი, ჩვენი ამიგო, რა თქმა უნდა ამას მე გავასუფთავებ, არ იქნება პრობლემა. ჩვენმა მეგობრებმა უკვე საჩუქრები მოგვიტანეს გარდა იმისა, რომ ეს არის ჯილდო და ჩემპიონთა ლიგის დასაკვირველი მატჩი. აი, დიმასთან და საჯუხობებთან მაცად ერთ წამს. ირლანდიაში. და ჩვენმა მეგობრებმა ასევე ამას დავარქვი ისტორიული დაფა, მეგობრებო. ეს მაგარია მართლა. კი, ყველა ჩვენი სტუმარი თავის სამახსოვრო ავტოგრაფს დაგვექნება. ასე რომ შეიძინეთ კომაგი, დააგემოვნეთ, ძალიან მაგარია. საკომაგო გვაქვს ძალიან ბევრი. სოფო ტრელაშვილი რა ან ვინ იყო მისი მუზაო, როცა იწყებდაო? საინტერესოა ეს. ვა! ჯო, აი იცი რა არის? რო თქვა რომ რაღაც კონკრეტულად კუმირები მყავდა, აი ისეთი რო თქვა. რა არის კითხვა რა ან ვინ? რას რო შეიძლება რაღაცა დაინახე და რაღაცა. სულ ყოველთვის ყველა ეტაპზე რაღაცა არის ყოველთვის შენი მუზა და რაღაცა ესე ვთქვათ მიმბაძველობის ელემენტი შეიძლება იყოს რა. ეგ ადამიანები ერთმანეთს უყურებთ და ჩვენც გვია ხა ცხოველები ერთმანეთს უყურებენ და ერთმანეთისგან სწავლობენ. ადამიანებშიც ეგრე ხა უყურებ და ვწავლობ. ხო, ვთქვათ უყურებ მშობელს უყურებ, ოჯახის წევრს უყურებ, ძმას უყურებ, დას უყურებ,
რაღაცა გინდა რომ გააკეთო. მე შემოდიან ადამიანები შენ ცხოვრებაში, რომლებიც ასევე ზეგავლენას ახდენენ, თქვათ, შეიძლება მასწავლებელი იყოს, რომელსაც გინდა მიბაძო, ან პირიქით არ გინდა რომ მიბაძო და პირიქით მოიქცე და ასე შემდეგ და ეგრე ფორმირდება. ეხლა რო თქვა კონკრეტულად ვიღაცა იყო, რაღაცა იყო, რომ აი ეგეთ პონჩი მინდოდა ყოფნა არა. ეხლა თან როგორი სიტუაციაა რა, ძიმა, ეხლა ჩვენ საბჭოთა კავშირის შვილები ვართ, ხო? იქ დაბადებული, იქ გაზრდილი. ვაკუუმში ვცხოვრობდით და ნებისმიერი პატარა საინტერესოა ხო რომ აი ხო, მაგ კუთხიდან, მაგ ჭრილიდან დანახული, იმიტომ რომ ნებისმიერი რაღაცა აი გამონათება, ეს იყო ჟურნალი იყო, ეს გაზეთი იყო, ეს რაღაცა ფილმი იყო, რაღაცა შეიძლება გამختارიყო შენი ძალიან დიდი мотиваციის სარდაფში ჯაზი. კი, აუ რა. ისე კინო ვიცი რომ მაგრა გიყვარს და ისიც ვიცი რომ გაბრიაძეზე გიждები ისი აღიარეთ. აი ეს ფრინავი ხომალდი რა უნდა გითხრათ საფრენ. ეგ როგორი დიზაინი. შენი და პროექტებია? არა გას, რომელი? გაბრიაძე. ხუმრები. როგორი შეფასება. როგორი დიზაინი. აი ეგ. რომელი რა იმ დროს გაკეთე. არა, ნუ ეხა თავისთავად ძალიან მაგარია, გაბრიაძე თავი. მე ვთვლი რომ იდეაძე პირველი და ერთადერთი ქართული, მოდი ესე ვთქვათ, იმ აზრს თავი გავანებოთ რა აზრიც მაგ ფილმში არ ჩადებული და როგორი ადამიანური და ქართული ხასიათი არის მაგ ფილმში, რომ დაუბრუნდი და დედამიწას ვინ მოგცა ფრენის უფლება და რაღაცა, ეგ ეხა სხვა თემაა, ხო? ვერტიკალური და ეხა რა უყვამ ყოველს და ჩემ ცოლს ხო არ წაუბრებ. და ეგ კაია. და ვალებს რო აბრუნები. ვალებს რო აბრუნები დასწრებაზე. არაფერი არ მართებსო, მაგრამ ვინც ხარ შემიყაბალახი წაუღია და ამას მოადგა, რა იგი. მაგარი ფილმია ასაბარაკო. მაგას რო თავი გავანებოთ, ვთვლი რომ ერთ-ერთი პირველი ქართული ფანტასტიკური ფილმია რა. მოდი ესე ვთქვათ, ჩვენი ფანტასტიკის მცდელობა იყო რა და ძალიან მაგარი, ნუ აი შედევრია ხა ნებისმიერი სიტყვა, ნებისმიერი რო არ ხდება, აი პირველი თუ ამე ფრაზა თქვი უცებ მაქედა. იმიტომ იცი როგორია. მაგ ფილმი და უცებ რამე ფრაზა. ერთი თამუნია პირველი. ძალიან ადამიანურია რა, ძალიან ადამიანური. ხო, ნუ ყველაფერი. აბიგლუგოზა? აი ეგ ხო. ეგ არის. აი ეგ მაგარი სცენა. საგიჯეთის აი ეს მაგარი სცენა. ხავი ერთ 10 დუბლს ჩააგდებდნენ. აბა თქვი ა და ეგრევე დაახვედრე. წესიერად ეხა ბიჭო. წესიერად წაგამწარებული გავიდა. როგორ ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში. და მე არა მე მაგრამ აი ყველა ამ ყოველებს გამწოს ყველა ყველა ეპიზოდი ყველაფერი არის შედევრი. არა. გაბრიაძე შედევრი იყო საერთოდ რეჟისორი შედევრი იყო, კომპოზიტორი შედევრი იყო, არ ვიცი, მე ხა სცენარისტი ყველაფერი. სულ მიკვირს, რომ როგორ შეიძლება ბიჭო, აი ქვეყანას ესეთი განძეული ყავდეს ადამიანური ინტელექტის თვალსაზრისით და სკვერი არ არსებობდეს, ქუჩა არ არსებობდეს, სიტყვაზე ყანჩელის, გაბრიაძის, ელდარ შენგელაის, იგივე დანელიასი ან რაღაცა ბაღი მოეწყო, სადაც ამათი რეტროსპექტივა იქნება, ხალხი დაჯდება, კაფე, მუსიკა, რაღაცა მერჩი იქნება იქ რაღაცეები. გაბრიაძეს კაფე არის, მაგრამ ნუ ეგ სხვა ეგ ისიც თავისი გაკეთებული. არა, მესმის რასაც ამბობ. თვითონ ქვეყანამ უნდა გააკეთოს, ქვეყანა უნდა ამაყობდეს ამით. ეხა ბუშის ქუჩა თუ გაქვს, მაგათი არ უნდა კონდეს. მარტო ბუშის? ხო, კიდე ვიღაცა. არ დავიწყებ გადასულას მაგ თემაში. დიმა კვინტონ ფორჩუნის და რაღაცები გვაქვს. ესე იგი, ლაშა აფციაური წერს კარიერაში ყველაზე მეტად რომელი დიზაინის შექმნით ამაყობო. ოპა. ეხა დვილი კითხვა. ალბათ მაინც უფრო ყველაზე მეტად დიდგორის რა. დიდგორი. მაგაზე უნდა ცალკე მოგიყვე. დიდგორი ჩემს ყველაზე ისეთი იყო, აი, ყველაზე სენსიტიური თემა არის, დღესაც ყველაზე სენსიტიურ თემად რჩება. ვერ გეტყვით, რომ ეგ ეხა ჩემი ბოლო ნამუშევარია თქო, იმიტომ რომ მინდა რომ იყოს კიდე უფრო რაღაცა ისეთი, მაგაზე უფრო აქტუალურიც. მაგრამ ამ ეტაპზე ეგრე არის რა, ყველაზე ისეთი თემა იყო, რომელიც აი ყველაზე ახლოს მოვიდა. იდეა გააქვთ აი უკვე რაღაცა და ფიქრობთ მაგაზე, აი თქვათ მაგ მხრივ განვით არა. იმდენ რაღაცას ფიქრობთ ბიჭო ეს. მოდით ყველაფერზე ნუ ვისაუბრეთ. აი მე როცა იქნება მაშინ გითხარი კაცო რა პრობლემა. ბუგატის ის ცხო გაქვთ რა. აუ ბუგატიზე ის გამახსენდა, ბუგატი, მაზერატი, რუსო, ხო, ეგ მე გამოვიდა. ვაჩართული, რაიონო მეგონა რაღაცა. გამოვიდა როგორც რუსო-ბალტი ისე გამოვიდა, მაგრამ ეგ საინტერესო თემა არის, მაგრამ ჩემი ქვეყნის თემა არ არის რა. და ბევრ სხვა პროექტზე მაქვს ნამუშევარი, ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი და არც ჩამოვთვლი, იმიტომ რომ რაღაცეები არის, რაზეც არ უნდა ვისაუბრო და
ეს იყო შენი ქვეყნისთვის რა. შენი ქვეყნის სიძლიერისთვის, შენი ქვეყნის ჯარისკაცებისთვის, რომლებიც იცავენ და რა ვიცი, ეხლა ძალიან აი თემა არის აბსოლუტურად გეთანხმება. ჯერ სიამაყე, მერე სხვა აი პირდაპირ გეტყვით. სამხედრო თემა და სამხედროები ჩემთვის ძალიან სენსიტიური არის და აი ძალიან როგორ გითხრათ გულის ყურით ვადევნებ და მათი ყველა ქმედება როგორც სასიხარულოა ასევე შეიძლება მტკივნეული ფორმაც იყოს და ამიტომ აი როგორ გითხრათ რა მნიშვნელოვანი თემაა ხო გააკეთე კი აქვთ თავის ესე ვთქვათ არა გაყიდვაში არ არის გაყიდვაში აღარ არის იმიტომ რომ შეზღუდული იყო ხო შეზღუდული რაოდენობა იყო და თან მათ აქვთ ახლა ესე ვთქვათ სასაჩუქრეთ და იმის გამო რომ გაუთავდათ მათ სასაჩუქრეთ ჩვენ გადავეცით კაი კითხვა აბა მანქანით შთაგონებული საათის მოდელი როდის გვექნებაო ახლა ეს რა არის ეს არა არის ეს რა არის რომელი არა ჩვენ ეს ლოტოს 7-ის არის ხა ისტორია ეგ არის რომ 7 იმიტომ ეს გაკეთდა ლოტოსის გუნდისთვის გავაკეთე ფორმულა 1-ის გუნდისთვის და რო გაუგზავნე მაგათ მითხრეს რომ ერთი კვირის წინ მოვაწერეთ ხელშეკრულებაო და იქნებ მან როგორ იყო იცი ლოტოსის ფორმულა 1-ის გუნდი და თვითონ ლოტოსი იყო ცალ-ცალკე ტიპები რა ანუ ცალ-ცალკე იურიდიული ტიპები იყვნენ ერთეულები იყვნენ და მითხრეს რომ იქნებ იმ ლოტოს გადაუმისამართო სპორტულ ლოტოს სპორტული ლოტოსი მაშინ განიცდიდა გარკვეულ ცვლილებებს რა მაშინ ტონი ფერნანდესი იყო მანდ და მოკლედ დაუკავშირდი მაგ ტონი ფერნანდესს ვინც იყო მაგათი შეფი უსტაბაში ხო ვისი ფლობელი ვინც შეხარ ექიმბაში ხო და ტონი ფერნანდესმა ძალიან მომწონსო და მახსოვს მაშინ აბუ-დაბიშიც კი დამპატიჟა ფორმულა 1-ზე პადოკებში და აი ნანობ დღემდე რო არ წავედიდო აი თან პადოკში ოფიციალური სტუმარი რაღაც ძალიან ისეთი არის ხო ნუ ძალიან მაზალო რაღაც გავაკეთე ხო და მოკლედ არ წავედი მე ისეთნაირად მოხდა რომ მან ვერ შევთანხმდით რა მე მეუბნეოდი რომ მე საათებს მოგაწვდით მეთქი და ისინი მეუბნეოდნენ არა შენო თან გაყიდეო და იქიდან მოგვეცი როიალტიო რა ხო და მე მაშინ არ მქონდა ეგრეთი არეალი რა ახალი დაწყებული იყო 2011-დან 13 წელი 2 წელი ლოგიკური ხო და მე ვთხარი არა მე მოგცემ და თქვენ გინა აჩუქეთ გინა და მოკლედ ვერ შევთანხმდით მაგრამ იმდენი წერილი მომდიოდა ამ საათზე იმიტომ რომ ერთ-ერთმა ცნობილმა ამერიკულმა ბლოგმა A-Blog to Watch არის ეგეთი იმათმა გაუკეთეს ამაზე რევიუ დაწერეს რა ამ საათზე ჩემგან დამოუკიდებლა და წამოვიდა წერილების მთელი კორიანტელი იყო და დაახლოებით აი არ ვიცი რა გითხრათ აი დღეში 7-8 წერილს ღებულობდი როდის გამო და ბოლოს გადავწყვიტე რომ გამომეშვა უბრალოდ ტონის მივწერე რომ მეთქი მე გამოვუშებ რა თქმა უნდა არა თქვენი ბრენდით არამედ ჩემი სახელით უბრალოდ ინსპირაცია იქნება ეს თქო და ეგრე დაიწყო რა. ყველაფერი. მერე გამოვიდა GT40 ძალიან ცოტა ხანი გამოდიოდა. იმიტომ რომ GT40-ზე მერე აღმოჩნდა რომ რეგისტრაცია რო უნდა გაგვიარა შეერთებულ შტატებში. აღმოჩნდა რომ მაგ სახელით იყო უკვე დარეგისტრირებული საათები და მოკლედ გავაჩერეთ რა გაყიდვები და ის ლიმიტირებული 300 წელი რაც იყო GT40 გამოშვებული დღეს ისტორიის ნაწილია. კაი, ეხლა მე სანამ ამას დავიკითხავ ერთი რაღაცა და დღეს მე თვითონაც მართლა პირველად გავიგე. არ ვიყავი ჩაგმოვებული მაგ თემაში და მეგონა რომ ეს საათები ყველაფერი კეთდებოდა უცხოეთში. ეს რიადმა რაც მითხრა, არა ეს მაშინ კი იმის მერე ბევრი წელი გავიდა და ეს როგორც გავიგე ხა შენ რაც ყველა ეს დეტალი, ყველა მექანიზმის გარდა მზადდება აქ, ხო? ხელი, ჭაბიჯო? ეს არის პირველი საათი, რომელიც საქართველოში იჩარხება, საქართველოში კეთდება ერთადერთი მექანიზმი და იაპონური დანარჩენი 95% კეთდება საქართველოში. სამაჯური მომწოდებელი ყავს, მაგრამ დანარჩენი სამაჯურის დამზადება ეხლა ცოტა მეტალს რასაც ხედავთ, ხო, სამაჯურს და შუშას ვერ ვამზადებ, პირდაპირ გეუბნებით, შუშა არავინ არ გითხრათ, რომ სადმე მზადდება აღმოსავლეთის გარდა. შვეიცარლებიც კი მათ უკვეთავენ, იმიტომ იმდენად ზვიჯდება.
ეს არის სინთეტიკური საფირი არის, ხელოვნურად გამოყვანილი საფირონი არის. აქედან გამომდინარე, თორე დანარჩენი, რაც აი ას ხედავთ, გამოჩარხული, დაპოლირებული, დამთავრებული, ჭანჭიკები, ისრები, ციფერბლატი, დაფა, ბუდე, ყველაფერი აქ არის. ეს საათი ხო არ არის პასუხი ამ კითხვაზე, შემთხვევით. თორნიკე კითხულობ, სრულიად ახალი ვიზუალი საათს როდის ველოდები თუ? ну, რა ვიცი, ჯერჯერობით ეს არის და ყველაზე ბოლო ეს არის, ხო? ყველაზე ბოლო ეს არის, ეხა მიდის ამისი ინტერპრეტაციები კიდევ, ეს ვთქვათ, გამდიდრება, იმიტომ რომ ვაპირებთ როგორც სამისრიანი ვერსია, ეს კიდევ უფრო კომპლიკაცია ეს შევძინოთ, უფრო გავართულოთ, შეიძლება ითქვას, გავხადოთ ქრონოგრაფი, უფრო სპორტული ვერსიები და ასე შემდეგ. ანუ უფრო მრავალფეროვანი გახდეს დიზაინი და ნაირსახეობა გაცილებით მეტი იყოს. ეხა მითხარი ვიღაცა იმ სელებრიტებს, როგორც ეძახიან ხოლმე, სელებრიტი ჩემთვის ეცნებაა ცოტა. აი შენ, მაგალითად შენ. ჩემთვის სელებრიტი ხო იცი ვინ არის? შენ ხარ. მაგისტროს გიგია იგე? შენ ხარ. მერაბი თავის ავტოგრაფი. მერაბი ძმა, მერაბი ძალიან მაგარი ადამიანია. მაგაზეც უნდა მოგაყო სფეროს ატმოსფერო უნდა მოგაყოლო, მაგრამ ვის აქვს შენი საათები? მერაბის აქვს. ბევრს აქვს, აი ხა რო გითხრათ ნახევარ პენტაგონს აქვს შეგიგიათ. მე მგონი საკმარისი. კი, ვერ ჩაუყენე რაღაცეები, შეგით რომ გაიგო რას ბაზრობ. გეტყვი ხა. ხო. კენედის შვილიშვილს აქვს და ასე შემდეგ, ბევრს აქვს რა, ძალიან. ამერიკაში ძალიან ბევრ პოლიტიკოსს აქვს. ძალიან ბევრ სამხედროს აქვს. და არა მარტო ამერიკაში, ინგლისში აქვს ძალიან ბევრს და ასე შემდეგ. აღარ ჩამოყვე არის ერთი ძალიან ცუდი ადამიანი, იმასაც კი აჩუქეს. რედისგან იხარო შილავეკ. აი ზუსტად. არ თქვა. ხო. აი მე ეგრევე ჩამოვთო. და ისე რომ რა ვიცი, რა გითხრათ რა. დილა შენი პირველი საათი რა იყო? რაც გახსოვს? ბავშვობიდან აი როგორი? მე ხაც მაქვს ის საათი, არის უნიკალური რა. ოღონდ ნუ ძალიან ბაბუა ჩემი საათია. იაპონელებმა აჩუქეს Seiko, ალპინისტი იყო ბაბუა ჩემი ცნობილი რა, ერთ-ერთი პირველი და იმას საათთა ციფერბლატის გვერდზე აქვს წერაყინი ალპინისტი. ვა, რა. უბრალოდ აღდგენის თემა და რამე ხელს არ ვერავის რომელსაც Seiko არის. მაშინ უნდა იაპონელებს გაუგზავნოთ და ეგენი აღადგინოთ. კი, ეგეთი ისტორიულსაც კი. არა, არის რომელიც წლის უკან, აი ისეთ საათია რა, რავი, ახლა მაგ და ქოქავ და მუშაობს თუ. მაგას მექანიკურია. უფრო მეცაც გეტყვი, ძალიან დიდი პატივისცემით აღადგენენ. იმიტომ რომ მაგათთვის ეგეთი ისტორიული რაღაცები და შეიძლება ფილმიც გააკეთოს. იმათი ნაჩუქარი არის ბაბუაჩემს. მით უმეტეს. წელი და რაღაც არ მახსოვს. მით უმეტეს. წამო, რა წავიდე, თან იაპონიაში არა. შენ რა ვისპიკი თომარ აღარ შესაძლოა წამოხვიდე. მე არ ვარ იაპონიაში დამყოფი. მისწერე, იმა. მისწერე მაგათ, მისწერე, გაუგზავნე ფოტოები, ყველაფერი და უთხარი რომ აი ესეთ სურვილი მაქვს თქო და გააკეთებენ ყველაფერს. სულ პირველი რა დახატე გახსოვს? კი. დედაჩემი. მართლა შენახული გაქვს? არა მაქვს შენახული. პირველი ჩემი აკვარელით ნამუშევარი იყო დედაჩემი დავხატე. მახსოვს და მამაჩემი გაგიჟებული, ნახე რა მაგრა აქ დაჭერილი ხება. რა თქმა უნდა ბავშვის დახატული იყო მაგრამ. ახლოვებით. 4-ის ვიყავი. კაი, რა საბარავო. 4 წლის და 4-ის ვიყავი. ზუსტად ისე გადმოეცა. არა, ნუ აი ნახატი მახსოვს მე ამოვჭერი და შოულების თემა უნდა შეენახათ. დავაკარი იმაზე, კაფელზე, სამზარეულოში და მამაჩემი მახსოვს მაგაზე მაგარი გაბრაზებული იყო, რომ რატო ამოჭერიო? რატო ეს დეტალებიო, რატო დაამახინჯეო და აგააკარი უნდა შემენახაო. აუ, ბაზარი არა. და გეტყვი, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ნახატი იყო კიდევ ჯავშან ტექნიკა მქონა დახატვა. ბავშვობაში ეგეც? ფლომასტერით და აი იმაზეც მამაჩემი ფურბლები როგორ აქვს დახატული. ესე იგი ვიღაცამ ჩაგარტყა თავში ბავშვობიდან ეგ ამბავი შენ რა. შენ? ან მე დავეცი. ეხა შენ დაეცი, შენ ძალიან ცუდ რაღაცებს აი ეს დაეცა და აი შენ ძალიან ცუდ რაღაცებს ხატავდი და ახლა ცუდ რაღაცებს ან ორჯერ ამაგდეს და ერთხელ დამიჭირეს. შეიძლება. არა, იცი რა, ეგ რახან მაგას ამბობ ხარ 4 წლიდან იქ რაღაცა ეკთებები, ესე ეგ შენში იყო და ალბათ განწერული იყავი რომ მაგას იყო რამე მომენტი, როცა შეიძლება გადავითარე. დამთავრებია, ნუ მაწყვეტილი. შენ შემაწყვეტილი. იყო რაღაც მომენტი, როცა შეიძლება გაგეხვია და სხვა პროფესიას გაყოლოდი და რა პროფესია იყო არეული და ისიც იყო ის პერიოდიც იყო, როცა ვამბობდი რომ დიზაინს თავი უნდა გავანებო, მეთქი აზრი აღარ აქვს.
ეგეც იყო და ანუ არ იყო ყურადღება დაფასება ეგეთი რაღაც თემა. და ბევრი შრომა იყო. ეგ იყო 90-იანების დასაწყისი, როცა ხო იცი, რომ კოშმარული პერიოდი იყო რა, არც დენი, არც წყალი, არც გათბობა, არაფერი არ იყო და გიწევდა რაღაცეების კეთება და თავის გადარჩენა და ვფიქრობდი, რომ მეთქი ნუ სადღაც წავალ სამუშაოდ რაღაცა, მაგრამ ნუ ეგეთი მომენტები არის ხოლმე დაახლოებით 9 საათი გრძელდება და მე ხო იცი იმის არ იყოს ნარკომანი რომ მოფრინავს რა გვერდო გადამარჩინეო და ეს რასი რო ვფიქრობ, აერში რო დავფრინაო. ეგ ძალიან მაგარია თემატური თემა. ხო, ეს რა აზრები მომდიოდა ჰაერშიო და. ეს შენ დაწერე ეს კითხვა ბიჭო? კი ვიცი, ვის დაწერე, მე ვიტყვი ბოლოს. უყურებს თუ არა კრისტალ აუტოს? გეგა ჩიქოვანი წერალი. ხო, გეგა ჩიქოვანი. ან ნახა თუ არა ჩვენი ვიდეო ავტო დიზაინერებზე. ასევე მაინტერესებს რომელი თანამედროვე ავტომობილია მისთვის დიზაინერულად ყველაზე დახვეწილი და რატომ? გეგა ჩიქოვანი. აი ამას უყარხარ ძალიან რა. შემოვიოლე გეგა. უნდა რომ გაახლოვანა, ხო იცი? დიდი მადლობა. სამწუხაროდ არ მიყურებია, მაგრამ მომახსენეს დღეს და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ყურადღებისთვის, პატივისცემისთვის და ეგეთი სითბოსთვის. და რომელი მანქანაა აი შენთვის ყველაზე დიზაინერულად დახვეწილი კითხვაც იყო მანდ. თანამედროვე? ალბათ ხო, ალბათ მაგას გულისხმობს. ბევრია, ესე რო ვთქვა, რომ ერთია მეთქი, ერთი არ არის, ბევრია. მე სამი ვთქვი, ჰა. მაინც. ზე 10 უნდა თქვა მაშინ. არის ნუ. ასტონებიც ძალიან ლამაზებია. კი, ასტონებია ძალიან ლამაზი. ბოლო ფერარები არის ძალიან ლამაზები. აი შედევრს ედებენ. და ვიტყვი უფრო მეცაც, რომ რაღაც მომენტში პინინფარენაზე უფრო მაგარ მოდელებს დებენ. კიდე ვინ არიან? პრინციპში, ნუ BMW-ზე ვეღარ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან აურიეს, რამსები აერიათ. აურია, ხო, გაუტიეს, ხო ძალიან. სხვაგან არიან რა, ძალიან სამწუხაროდ და იმედი არის, რომ ეხა შეცვალეს დიზაინერი და უფრო მოვლენ ისევ და უბრუნდებიან იმ კლასიკურ პროპორციებს და რაღაცა. როგორ აიცი დიზაინში არის ეგეთი რაღაცა რა, ადამიანში რაც არის ჩადებული ბუნების მიერ, რა პროპორციების აღქმის, ესე ვთქვათ, შეგრძნება, ხო? და რა არის კაი და რა არა, ქვეცნობიერის დონეზე ხდება რა, იმიტომ რომ ჩადებული არის რა, ეს პროგრამა რაც ბევრს ჩვენში ჩადებული არის, აი ეს პროპორციები არის მისაღები, ეს პროპორციები არის არამისაღები. შენ შეიძლება განსხვავებული გააკეთო, ეხა როგორც მაგალითად ეხა Tesla Cybertruck-ი არის, პირდაპირ ვეძახი, Cybertruck-ია რა, ეს რა რა. ხო და აი ეგეთი საშინელებაა, რო თავში როგორ უნდა მოგიძე. ან რაღაც სასწაული რაღაცა ან მოწიეს, ან დაბოლდნენ, არ ვიცი, მე ვერ გეტყვით. მე მაგისგან შორს ვარ, ამიტომ ვერ გეტყვით ეხა რა ჰალუცინოგენები მიიღეს, რომ ეგეთი რაღაცა თავში მოგივიდეს და დახატ და მე უფრო მეტი. რო განახორციელო, დახარჯო, ხო? ხო, და განახორციელო და მე დაიწყო გეძახო ტრაკი. იმაში ვარ, მიდიოდა მატარებელში ვარ. აავს ეხლა ზიშვილი, მაგას ტრაკია. ბიჭო, იცი რა არის? აი, როგორ სიტუაცია, იცი? როცა გაქვს ესეთი, ვთქვათ, შედევრების ისტორია, რომ აი თუ გინდა 20-იანი წლებიდან მოყევი, ხო, ვთქვათ, რაილის მოდელები აიღე, ბუგატის მოდელები აიღე, დელაჟი აიღე, დელაე აიღე, არ ვიცი, ინგლისელები ეხა რაც არიან, ჯაგები აიღე, ხო, აი ამერიკულები იგივე ძუზენბერგები აიღე და პაკარდები და კორდები და აუბუნსპიცტერები აიღე. აი შედევრები. ეგ მაგას გეუბნები დასაწყის, ხო? მერე იყო რაღაც ბაროკოს ერა, ხო? ბაროკოშიც იყო ულამაზესი მანქანები, ხო? ვთქვათ რაღაც იგივე ამერიკული რო აიღო ეს კადილაკი ცნობილი რა. ვარდისფერ კადილაკს რასაც ეძახიან და რაღაცა, ხო? ნუ აი წამოვიდეთ მერე ეს პონები რო იყო ეს მუსტანგები და რაღაცეები, მოკლედ მთელი muscle car-ების ეპოქა იყო და იტალიაში იყო შედევრებს ედებდნენ. ეხა Alfa Romeo-ებიდან არ ვიცი, რა უნდა გითხრა. იგივე Fiat-ებს ულამაზესი მოდელი. და ამის ყველაფრის შემყურე Lamborghini Miura და არ ვიცი რა, Countach-ი და ყველა. ამის მერე უცებ ვიღაც ტიპი მოდის და აკეთებს Cybertruck-ს. რა? ნუ არა, ეგ უკვე რაღაც ფუტურისტული თემაა, რაღაცა ის არის. ფუტურისტული არა, მაგას სხვა რამე ქვე, უბრალოდ კიდევ ერთხელ სიტყვებს არ ვიცი. ფუტურისტმა გირო სხვა რამე არ ჩასვა. ფუტურისტული არის, აი თუ გინდა ფუტურიზმი დაარქვი, ფუტურისტული არის
აიღე ბერტონეს ბატები, ალფა რომეო B8 ეგრე არის ბატქვია რა, ხო? ღამურას ეძახიან, მაგრამ აი 50-იანი წლების არის ფუტურისტულია, დღემდე ფუტურისტულია. Citroen DS. აბა ეს რა არის? Citroen D. კომერციული გეუნები ვერ ვიტყვი თქო ეხა. არა, არ თქვა, ვიგებდი სადაც ბატონო, მაგრამ კომერციაა? არ არის კომერცია, ეგ არის აი ფული მაგ და ყველაფერი შემიძლიას და დაბოლილი ვარ. ხო, ფული მაგ და ყველაფერი მოსულას თემა რა, ხო. ნუ ეგეთი ეპოქა არის, ეხა სამწუხაროდ და ყველაფერს საკეთებენ, რომ მოკლედ ეს ლეგალური გახდეს ეგეთი მცნება რა, რომ ეს ნორმა, ყველაფერი არანორმალური, რომ გახდეს ნორმად რა და არ არის რა, ყველაფერი როგორი რაღაცაა. შენ გამოუშვი მანქანა დაამთავრე. ფუტურის ექიმი. ხო და ფუტურისტული ეხა სიტყვაზე იტალ დიზაინის რო აიღო თქვა იგივე მაჩიმოტო აიღო იტალ დიზაინიც აზტეკი და ასგვარდი და ტრილოგია აქ ეგეთი ფუტურისტული არის ძალიან სასწაული მანქანებია ოღონდ ფუტურისტულია დღემდე რო შეხედავ იგივე Citroen DS-ი აიღე დღემდე ფუტურისტულად ჩანს იქ ხო Citroen XM-ი აიღე ფუტურისტულად Citroen ფენომენალური მანქანა იყო ფუტურისტული ახლა ბევრმა პირველად რო ადის ჩადის და თები რო გამოუვა და რა და ეგ არის ფუტურისტული თორე ამას ხო რა მექვია გასაგებია ხო კარგი შეგიდე დიმას როგორ გაუხარდა რომ შენ რა მანქანით დემოძრაობ საყოველდღიურად მაინტერესებს მე რამოდენიმე მანქანით მოძრაობ BMW Z4 მყავს კლასიკური პირველი E86 კუპე Jaguar-ის E-Pace მყავს, ძალიან მიყვარს ეგ E-Pace, იმიტომ პატარა კომპაქტური არის და აი ეხა თუშეთში რო ვიყავი, მაგით ძალიან მასი ამონა, ანუ ცოტა უნივერსალური ტიპი არის. ისეთ გზებზე? აუ, ისეთ გზებზე ავიდა, მე გამიკვირდა ეხა ხო და ეგა Porsche მყავს, Cayman-ი პატარაა ისიც და იმიტომ MG მყავს, MG-ი 57 წელში გამოსული. სულ რამდენი მანქანა? BMW Z მყავს, სულ პატარა 250 კუბიანი 60-ში გამოსული და კიდე რაღაცები მყავს. კოლექციონერი ხარ ფაქტიურად. Fiat მყავს, X1 წილადი 9, 78 წელში გამოსული. კუპერი აღარა ყავს? კუპერი ჩემს მას ვაჩუქებ და ფუშდება სულ ეს კუპერები ხო არის? ბიჭო, ინგლისური მანქანაა თქო. ნუ უნდა გაფუშდეს თქო. რა იგე ბიჭო? ინგლისური მანქანა არის სტილი. ხო და არ უნდა გაყიდო ხო? უნდა ხარჯო და ხარჯო. ინგლისური მანქანა როგორია, იცი რომ საფიქრალი უნდა გაგიჩინოს ადამიანს. ნებისმიერი ინგლისური მანქანა საფიქრალი. ქვეტექსტები გაჭერდა. ხო და დაფიქრდი მე. არ ყიდი შენეუბნები. მით უმეტეს თუ კლასიკას ყიდულობდა ესე ვთქვათ ძველი ავტომობილი არის მუდმივი საფიქრალი მე პირდაპირ მოგახსენებთ ოჯახის წევრებს რომ შეეგუეთ თუ ინგლისური მანქანა ყავთ ოჯახში ესე იგი მამაკაცის ტვინი იქნება იქით გადართული აგერ ზემოзвიათ მე ვიყიდე ჰიბრიდი რა 4 გეფიცები ყველაფერს ერთხელ რაღაცა ხმა მიცალ უკან და მივიყვანე და ავოე და შეამოწვეს და ამას არაფერი არ ეთის რამე და რა ველოსიპედის სამაგზელო ბოლტი მოშვებული მაგარაც არაფერი არ იმადა ეგ უკვე როცა გადახავთ პრაგმატულ თემებში მაგრამ სამაგიეროდ ამას ვინას გავურებ რობლიანებით რა ელექტროველოსიპედით სკუტერით ვესპათი იმითი ამითი მაგით ვინას გავურებ მაგრამ ეს ოჯახურ თემაში ხო ის უკან სამაგრი მაქვს ველოსიპედის და ასისინებს ხოშიანად. ასე რომ ეგ ისეთ თემა მანქანა მე მგონია რომ უნდა შეესაბამებოდეს შესოციალურ მდგომარეობას. შენ ახლა ისეთ ბრენდზე საუბრობ, რომელიც აი მართლა გამოირჩევა თავის ხარისხით და თავისი ესე ვთქვათ გამძლეობით რა. აი ეს როგორ ჩემი საათის მახსენდება რომ მუშაობს რო დაქოქავ კიდევ. აბა რა ვაშავირე, წითელი ერთი წითელი ციფერბლოკი არა, თვითონ შევახულია ნოდო. ეგ ცალკე ფენომენია. ეგ ბრენდი არის ცალკე ფენომენი რა. პირდაპირ მე მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბრენდი მაქვს და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ბრენდი, მაგრამ ეგ ბრენდი, რაც შენ თქვი, Seiko, არის ჩემთვის, ესე ვთქვათ, როგორ გითხრა, აყენია იმ დონეზე, რომ ვილტვი, რომ აი ეგეთ დონეზე მივიდე. ხო და აი რაც თქვი ეხა რა, რა არის მისი შემოქმედების თავარი მიზანიო? ჩემი შემოქმედების თავარი მიზანი არის ის, რომ გარკვეულწილად ის სტერეოტიპი რაც არსებობს ჩვენ ქვეყანაში და არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში, რომ ქართული პროდუქცია არ ასოცირდება რაღაცა ხარისხიანთან და ძვირფასთან, ეგ შეიცვალოს. და საქართველოში ის, რომ
თქვათ სიტყვაზე მარტო შვეიცარიული ან იაპონური საათი ითვლება ძალიან მაგარ საათად, მინდა რომ მათ გვერდით ქართული საათიც ისეთივე წონით იყოს და შეფასები არა მარტო დიზაინს, ხარისხზე ამ საუბარი აქვს და მარტო დიზაინი არა, იმიტომ შენ რაც არ უნდა კაი დიზაინი გააკეთო, თუ შესრულება არის ცუდი, ის დიზაინი იკარგება. ხო, მაგრამ ეხლა უკვე დაიჯრა კი არა და უკვე ქართულზე სხვანაირად არის. ეს დეტალები რაც არის გაკეთე. ადრე ხო იცი, ხშირად ამბობდნენ, რომ იცი შენს გაგებული გაქვს, ეგ 100 საათია ციკოლე შვეიცარია, ის არის, ეს არის ამბობდნენ. ის მახსოვს კიდე ხუმრობა იყო ქართულ მანქანებზე, შინ მიუსვლელი და რაღაცებს ამბობდნენ. ბიჭო, მაგ შინ მიუსვლელზე გეტყვით ეხლა რა. ვიცი, კაცო, ქუთაისის მანქანას ეძახდნენ კას, კოლხი და. ეხლა გეტყვით. ნუ აბრალებთ ქუთაისლებს მაგას რა. ვინ არ ვაბრალებ? ნუ მე გეტყვით რაც იყო მან და ვისი ბრალიც იყო. აბა მიდი. პირდაპირ გეტყვით. ეგ ძალიან საინტერესოა. ეგ იყო ზილის ბრალი. არ ვხვდაო, მე გეუბნები რატო იყო შინ მიუსვლელი. იმიტომ რომ ბოდიში ამ სიტყვის და კოლოფი იყო ნაგავი, ძრავი და კოლოფი ჩამოდიოდა, ტრანსმისია ჩამოდიოდა ზილისგან. ქუთაისლებმა, რომლებიც არიან ძალიან სხარტი გონების არ არსებობს. ძალიან სხარტი გონების ხალხი თავის დროზე შესთავაზეს გამოსავალი, როგორ უნდა მომხდარიყო მაგ კოლოფების მოდერნიზება და როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო ხარისხი. მაგრამ ზილის მთავარი კონსტრუქტორი, რომელიც კურირებდა და ეს იყო ზილის პირდაპირ დაქვემდებარებაში ქუთაისის ავტოკარხანა, ზილის მთავარი ჩამოვიდა, შემოგევლეთ. აი ზილი. ვაი, მოგიტანეს გინეს. ეგ ძალიან პატარა არის, ეგ არ მეყოფა. ხო და მოკლედ გადავიღეთ. ეგ არის? ხო. გაიგეს. იმედია სავსეა. კი, ბიჭო, ვისკასოდი შემოიტანა. აი, ხო, მიდი დამთავრეთ თემა ის. ზილის კურირების ქვეშ იყო და ქუთაისელმა შესთავაზეს კონსტრუქტორებმა ძალიან მაგარი კოლოფი და ტრანსმისიის იმ ელემენტების გამოსწორება, რომლებიც შეიძლებოდა და იმათგან მიიღეს ეს რაც თქვენი საქმე არ არის, იმაში ცხვირს ნუყოფთო. მე არ ვიცი იქ რა სიტყვაზე ფინანსური მახინაციები ქონა ზილს ჩადებული, რატო უნდოდა რომ აქ გამოსულიყო არახარისხიანი პროდუქცია, მაგრამ ფაქტია რომ ეგ ქართველების და ქუთაისლების სურვილი არ ყოფილა რა. ნუ ეხა საღლიცინო თემა გაიჩნდა და გლიცინება. საღლიცინო თემა არის, მაგრამ კიდევ გეუნები რა, პოტენციალი მაგ ქარხანას ქონდა, მე მაგ ქარხანაში გამოშვებული პროდუქცია მაქვს ნანახი, პირი მაქვს დაღებული, კბილანები იყო მეათე ხარისხით დამუშავებული, ჩვეულებრივად აიღებდი და აი ვიტრინაში დადებდი რა. იტალიელებისთვის, ქუჩისთვის უშვებდნენ ქუჩის სკამებს. ძალიან მაგარ სკამებს უშვებდნენ და კიდე ბევრ სხვა რაღაცას აკეთებდნენ უცხოელები. აუ ეხლა რა გამახსენდა უცებ, რაღაცა დამჭირდა მოტოციკლეტის ესენი როა სახელმწიფოს ბოლოში რომ მაგდება, ერთი ცალი იყო ნაღდი, ორიგინალი ლითონის და მეორე გასაკეთებელი და დავიწყე აი ეგრეთ წოდებული ძველი ტოკარის ძებნა, ძველი. და ვიპოვე. მეხარატეს. მეხარატე, ხო. ტოკარი ხო იცი 90-იან SSR-ი და რამე და ბიჭო, აი კაცი იყო და ჯერ დაინტერესდა, ასაკოვანი კაცი იყო. ისე მაგრად გააკეთა. ეგას იმას ჯობდა ორიგინალს. რა ცოტა ხა ძიმე იყო, ლითონის სხვა იყო, მაგრამ გადგა, აი ხო შენ გახვდა, აი ესე კარგად ეს იმედია ესე არ გადაგხარა. არა. აი ოდანავ. ეს გადახილი ვარ ცოტა ფეხი რაღაცა ამბები და შემდეგი. აი რა კარგია რომ თქვით, იმიტომ რომ ყველა მითი ეგრე არ არის ეგრე რა, ბევრი მითი არის, რომ ჩვენ რა არ შეგვილია და ეგ არის ტყუილი. ჯურავის ნუ უსმენთ, რომ ქართველებს არ შეუულიათ გაკეთება. რა შეგვილია დავადუღეთ? ეგ ტყუილი. ეგ არის სპეციალურად რუსეთის სპეცსამსახურების მოგონილი, რომ დაგვადებილონ, რომ შთაგვაგონონ, რომ ჩვენ მარტო უნდა მოვდუნდეთ. არაფერი кейფის და დროსტარების მეტი არაფერი ვაკეთოთ, იმიტომ რომ იციან რომ იმდენად დიდი პოტენციალია ამ ქვეყანაში, რომ ამ პოტენციალმა რომ გახსნას კარი შეიძლება წალეკოს ნახევარი მსოფლიო და ამიტომ ურჩევნიათ რომ ვიყოთ ესეთ ძინარე მდგომარეობაში და ნირვანაში რა. ძინარე დედაუტირეთ ყველას, ბიჭო ყველაფერში და შენ კაკაბაძე რო ყავდა, უყურე ჩვენ გადაცემას. იური გავრილოს რო აგინათ ეთის ტრაკი. გავრილო შენი დედა ყიფიანის მოჩი რა. არა, ეგ მართალი თქვი ჩვენ. მე მაგ გვარის წარმომადგენლებს გავნილოვებს ვეძახ. ნო, ისიც. ისა უყურე მოუგეთ ესპანეთს კალათბურთში. მოუგეთ საფრანგეთს. რა იყო თან?
გავნილავ. მაგარი საკაიფო გვარია თო. და მოვიგეთ ესენი ეხა მერაბაზე ვილაპარაკეთ ილია თოფურია UFC ჩემპიონები ყავს შური წება ყველა და გუმბერაზე ხალხია ეგერც მაო მივდივართ ასე თუ ისე და შენაგერძი ხარ როგორი ამბასადორები არიან რომელი მაგათამდე ბევრი მიკლია მაგრამ მაგარი ამბასადორები არიან ეგენი არიან მოდით ესე ვთქვათ ჩემი ცოტა სხვა მიმართულებით არის მაგაც სხვა მიმართო ვერ შეად იგივე ახლა რო თქვა რომ ფილარმონია უფრო მაღალია თუ მტკვარი უფრო ჩქარა მიდის. აი დაახლოებით ფილარმონია უფრო მაღალია. ხო, არა? თავარია შემოქმედებით და დაყვეს მტკვრის ბალბატო ეს კილორკინა ეგეთი. იცი რა, აი თავარია იმაყვეს შემოქმედებით სიჩქარეს. ხო. დაგვერხა, ვიდა თუ და. თქვენ შემდეგი. შემდეგ ეს ისეთია, ყველაზე კარგი ბრენდის საათი რომელია, ხა კაცს ეკითხებ თვითონ საათებს აკეთებს. არა, მაგრამ პრობლემა მე შემილია თქვა. თქვი ძმაო. ყველაზე ტოპებში კონკურენციას. რო იცოდეთ, არა, მე ეგენი მაქვს 10 თვლის წერტილად აღებული, იმიტომ რომ ბიჭო, როგორი რაღაცა იცი ძიმა უყურე რა. ქვეყნები არის, რომლებიც საუკუნეები არის ამ მიკრომექანიკაში არიან. საუკუნეები არიან. განავითარეს არა მარტო ინჟინერია, არამედ დანადგარებიც მაგათი მოგონილია. იწყება ძველი ფილმები, ძველი თემატიკაზე როა ფილმები, როდიდან არის? პატეკ ფილიპის მუზეუმში რო შეხვალ და არის ყველას ურჩევ თუ ჟენევაში მოხვდებით პატეკ ფილიპის მუზეუმში შედით, პირდაპირ გეუბნებით რომ ბევრი თქვენგანი შეიძლება დაითრგუნოს, მაგრამ რეალობას ნახავთ რა, ანუ სამყაროს რეალობას დაინახავთ რაღაც პატარა ნაწილს მაინც. საათს უყურებ აწერია 1504 წელი. 1504 წელი მექანიზმი არის გაკეთებული და მექანიზმზე დეკორატიული ელემენტები არის დატანილი. ნუ რობოტები არის, მექანიკური რობოტები არის შექმნილი, მიკროსკოპით რომ უნდა უყურო, იმიტომ რომ სხვანაირად გაგიჟდები. სულ მიყვარს ეგენი, აი ხა იმაში როა მუზეუმებში რო შეხვალ და ძველი ნახატები, ფრესკები და ისე რა ტექნოლოგიით ახალ ეს ხალხი მერე გააქრა ცოტა ხნით რაღაც პერიოდში და ნუ მერე ტექნოლოგიებმა წამოიწია უკვე მაგრამ კედლის ის კედელში ჩაშენებული საათები მაგდროინდელი 1500 რაღაცა მან ხო საათი არ არის მარტო მან არის მეცნიერება რა მეტალურგია რამასალები იმასალების დამუშავება ჩარხების გაკეთება იმ ჩარხებისთვის სპეციალური ინსტრუმენტების მოგება ტექნოლოგიები და რაღაცა ანუ რა განვითარებული იყო ხდები ის მარტო არ არის რომ რაღაცა მარტო ამას აკეთებ ამის უკან ძალიან დიდი რაღაცაა და ჩვენ ეხა დავიწყეთ სულ რაღაცა რამოდენიმე თვე არის აი ამდენი წელი დავიწყე შვეიცარიული საათებით იმითი ამითი რომ აქამდე მივსულიყავი და რამოდენიმე თვე არის დავიწყეთ ამ საათის კეთება ეხა ტექნოლოგიები გეხმარება ეხა პირდაპირ პირდაპირ გეტყვი ეხლა ვაკეთებთ ქართულ მექანიზმს, ვმუშაობთ მაგაზე. ქართულ მექანიზმს? კი, ქართულ მექანიზმს. რთული თემა. რთული თემა არის. ჩემთვის მაგალითად წარმოუდგენელია. კი, რთული თემა არის, უკვე გარკვეული დეტალების დამზადება შევძელით. ეხა გარკვეულ დანადგარებს ყიდულობთ იმისათვის, ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. და აი ნელ-ნელა მივდივართ იმისკენ, რაც იმათმა საუკუნეებია გაიარა. აი, გულის ხო ქართულ მექანიკაში შეგვიძლია ცოტა ისე აქ არის დაპროექტებული, აქ არის დაანგარიშებული, აქ არის გამოჩარხული, აქ არის დამზადებული, აქ არის აწყობი. ნუ მასალა ეხა რკინის რომელი მეტალურგია ეხა შენაგ აქ ეგრე განვითარებული, რომ თქვა, რომ აი სპეციალურად ეს თითბერის ესა და ეს მარკის ლითონი მომაწოდა. ასაგებია, ხო? ეგრე ხა თავიდან ბოლომდე არავის არ აქვს სოფლიოში, თავიდან ბოლომდე რაღაცა გაკეთდა. ნახეთ რა საინტერესო თემებზე საუბრობთ, ხალხო, გამოგვიწერეთ რა, გამოიწერეთ ჩვენი არხი. ვცდილობთ რომ სულ მრავალფეროვნა და ეკა ისე ყველა ჟანრის ადამიანები და მადლობა ყველას კიდე ვინ ძალიან მოგვემატა გამოწერებით. თქვენ დიდი მადლობა იმისთვის რომ დამპატიჟეთ თქვენ გადაცემაში ჩვენთვის ძალიან საპატივისცემო ეს ვთქვათ მოვლენა არის და დიდი მადლობა და მე ყველანაირად თქვენ გვერდში ვარ. შენ მაინც მივდივარ წინ გასულ. მადლობა თქვენი სიტყვა პროვოკაცია მოვახდინეთ, თავი ვაქებინეთ რა. აი ჩვენ გვაქვს ლაილა ის კითხვა, ამ კითხვე დავასახელებ ავტორს, ირაკლი გეთიას. ირაკლი გეთიას დავასახელებ, მაგრამ ეს კითხვა უკვე იყო ყველაზე ცნობილი ადამიანი, ვინც სიკოლიას საათს იყენებს, თქვათ. აი ხო, ასე ხო, ერთ-ერთია მერაბი და პენტაგონი. პენტაგონი ხო, მაგაზე ვისაუბრეთ, ბევრია. ხალხს. ხალხსაც აქ ხალხს გაუკეთეთ სპეციალურად. მაგის სამაჯური გადააკერეთ? ხალხისთვის. ეხლა გეტყვით პირდაპირ, ხალხისთვის, იმიტომ რომ თვითონ ვერც ერთ საათს ვერ ირგებდა.
ერთი ცალი დამზადდა სპეციალურად მაგისთვის საათი, მაგის ზომა. მე ნახე იმ და დროს და ეკეთა. სამაჯურები დამზადდა სპეციალურად, ანუ ხალხისთვის საათი არის სპეციალურად მაგისთვის დამზადებული. 4 ნიანგი გააკეთეს ხალხო. ეგეთი არცა ვარიანტი არა. შანსი ხელოვნურია, ვიცი, გაცა. რა ხელოვნურია, სილიკონის სამაჯურებია? სილიკონი, ხო. ცხოველებს არ ვეხებით, ჩემი საყვარელი. მაშინ 10 სილიკონის კერდი გადააყენეს და იმით გააკეთეს. ცი ამთავრებს და ვერ დაამთავრებს. კაი, ეს ვიხუმრე რა ნიანგი თო ნიანგები. შანსი არ არის. არიან. ცხოველებს არ შეიძლება. კოკოდრილოები. აი მე და ზუსტად ერთი ინტერესი საერთო ეხა მე დიხან არ მინახი ეს და მაგიტო კატების ინტერესი გა ეხა მაგას ლაპარაკი რო დავიწყო ძალიან შორს დაგვიყვას ინტერესი განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს ცხოველების. კი ნახდათა ლევან ვარდოსანიძე ლოტუს 7-ის შემდეგ ხო არ აპირებთ ახალი საათის დიზაინის შექმნას სხვა ავტომობილის ინსპირაციითო ვაპირებ პირდაპირ ვეთქვი ლევანს ვაპირებ და მალე სურპრიზად გექნებათ რა საათი იქნება ეგ რა იმიტომ აი ძალიან სურპრიზი იქნება ეგ როდისა 2026-ში აი მუშაობ უკვე აი ეხლაც მუშაობ შენც რა უნდა თქვი ხა მარტო მუშაობდა იქიდან აქ მოვედი და აქიდან ისევ იქ მივდივარ კაი დამოკვებით გავიგეთ შოთა ახალაძე ხომ არ გეგმავს მაგარი კითხვა ეს სხვა შორის რა ხომ არ გეგმავს სახში დასაკიდებელი საათების წარმოებას ისევე უცხო დიზაინში როგორც მაჯი საათებია აი არის გაკეთებული ორი ცალი ეგზემპლარი დამზადდა კიდევაც თუ გახსოვთ ჩემ Facebook გვერდზე ფოტოებში შეგიძლიათ ნახოთ ეგ ბათუმში ვიყავი სანაპიროზე ვსეირნობდი და იქ მომივიდა ეგ აზრი დიდი და პატარა ქვაადებს ერთმანეთს საკმაოდ ორიგინალური საათი არის მაგის ნიმუში დავამზადე საქართველოში ვაპირებდით მაგის წარმოებას მაგრამ იმის გამო რომ ადგილი არ იყო საწარმო ადგილი მაშინ რა გადავწყვიტე რომ მეთქი შევეშვა ამას თქო და აი ახლა საწარმო ესე ვთქვათ ტერიტორია კიდევ უფრო გვემატება და აუცილებლად ეგ საათი გამოვა, იმიტომ რომ ძალიან ორიგინალური არის. ვა, ესე იქ დაიბადა აქ სანაპიროზე. დავდიოდი და ორი ქვა ერთმანეთზე დავინახე რა, დიდ ქვაზე იდო პატარა თეთრი ქვა. და ნაცრისფერ ქვაზე დავადე ეს თეთრი ქვა, ყავის ქამარი გაუყარე, ჩამოსაკეთ შეგიძლიათ ჩემ Facebook-ზე შებძანდით და შეგიძლიათ გამოგვიგზავნე რომ ჩვენც ვანახოთ ამოგზავნა შედი შეიძლება არა ხო მაგრამ ბევრი ფოტოა Facebook-ზე ბევრ ამას ნახავ ხათა შორის მე აი რო ატლეტის როდის იყო რემონტი რომ დავთვალე ძალიან მინდოდა კედლის საათი ძალიან ბევრია არჩევანი მაგრამ არ არის რა აი ხო ხვდები რას გეუბნები ანუ ზოგი მეორე დღეს ფუჭდება ზოგი ფერში გინდა ზოგი იმაში გინდა ანუ და იქ მე რაღაცა მაინც ვთახი რომელიც ძალიან კარგად მოუხდა მართლა რა რაღაცა ნიკელესის აქ რაღაცა მოუხდა ტელეფონში უნდა მქონდეს არა ეხლა ვერ გამოგვიდა გადავადებ და ძალიან კაი იდეა არის მართლა და იცი რა თან იცი რა ეხლა მე მაგალითად ვფიქრობ რომ ეგეთი საათი ქართველის გაკეთებული რო ქართველის მოფიქრებული რო და შექმნილი რო არის უკვე ნებისმიერ ინტერესზე წავა ანუ ხოხტები საინტერესო არ არის ეხლა გინდა თუ არა შეუხამოთ ფერები და რაღაცა ან ნებისმიერ ინტერესზე წავა და თან რაღაცა ასწორებს რა ეხლა ეგეთ საათი რო იქ ბუნებაში დაგება და საათი კედელზე რადგან ვერ ვცდობ მაინც იმას ხოვთ რომ დიდი ის არის სად არის პატარა შენ რასობ შენ წამეძია და რადგინდათ ისრები ბიჭო არ შენ ახლა დღეს შეერთებ პატრის ხოვება რადგინდათ ისრები აი ამას რაში გაინტერესებს ისრები რაში გაინტერესებს დროზე ჩქარა მიკრო და არაფერზე ფიქრობ ეგარა უნდა დაიკიდო ნოდა დაიკიდე ისე იმღერა რომ შეიძლება მეც დავიწყო საათი ეგრევე თქვენი რას გიგავს ჩემი რა ამიფუდა ბიჭო რა არის მოიცა აი რაღაც საინტერესო საბუდა მე რო შევაწყვეტინო ავტომატურად გადავარ რა სამბოდა რა მე დავიწყე მაგის კისა მომე ერთ წალი რა ერთ წალი არა ის ჩემი არის გავნიშნე და აჰა ვია შენ არ თავაზობ რა ვიცი არა მადლობა დიდი პურაშვილს უთხარი ჭამეთქო და სექსი და ჭამო ინტიმიაო და მეორე დღეს ვიდეო და გადაჭამა ერთ-ერთი რესტორანი ეს ამა იყო თუ სექსი ორივე ესე იძახდა ყოჩა ზვია აუცილებლად უნდა კითხო ხა გასაგებია ფეხბურთი ესე ღრმად და რაღაცა არ ხარ როგორც მითხარი მაგრამ აი ჩვენ ფეხბურთელებზე რამდენიმეზე აი სიმბოლური აი კვარა რა მანქანაა რა მოდელია კვარა კვარა არის 7 ბრატ 7 ნომერია არა კეთხვი კვარა არის უკან მომავალში რო არის ხო იცი დელორიანი რა აი ეგეთი განსხვავებული და განსაკუთრებული რომელიც ყოველთვის დარჩება რა და ყოველთვის კვარა იქნება რა ეხლა მოგიყევი სპერა ამერიკა მე რაბა დვალეშვილი ბა ლას ვეგას სასწაული ჩხუბზე რო არ ვილაპარაკოთ თვითონ რაღაცა განსაკუთრებული ადგილი არა ნუ
პირდაპირ ვამბობ, შედევრია ინჟინერიის, შედევრი არის და ბრავო მათ, ვინც ეს პროექტი განახორციელეს. ბრავო ასევე მათ, ვინც მოაწყო ეს ჩემპიონატი იქ და ანუ მერაბის ბრავო და კიდევ ბრავო. ანუ შეარგოთ ის ფული რაც ისე. იმიტომ რომ არა, ნუ სრულ შოკში ვიყავ იქ რაც ხდებოდა, როგორც იყო ეს გაკეთებული ეს შოუ მთლიანად, ნუ აი სრული შოკა პირღია დავდიოთ, ეხლა შეგიძლიათ ჩემ ინსტაგრამზეც ნახოთ ეგ ვიდეოები, გიორგი კიკნაძე რომ ეკითხება რაღაცებს და მე როგორ პასუხობ. ძალიან იშვიათად რომ რაღაცამ გამაკვირვოს რა, აი ძალიან იშვიათად არის, თუმცა არის ეგეთი ერთ-ერთი იყო რომი, რომელმაც გამაკვირვა და დღემდე მაკვირვებს და ეს სფეროზე ნუ აი პირი დავაღე რა, იმდენად მაგრაა გაკეთებული რომ. ამ დროს ეხლა რა რადიკალურად სხვადასხვა რამეს ამბობ? ო, მე ტექნოლოგია არ არის, იცი რა. არის სხვა ესეთი თემა, სუპერ თანამედროვე ტექნოლოგიებით. ეს თანამედროვე შეესაბამება და რომი იმ თავის დროს შეესაბამება. ყველა ტუალეტი, ბოდიში და კედელი მუზეუმია რა. შესაძლებელია. მე ვამბობ რომ მაქალაქის იქით სოფლიო მთავრდება. ანუ ეთანხმები ხო იმ დამონათქოს ცნობილს? ყველა გზამანდ წავედი დროში. არა, ნუ ეგ არის საერთოდ რაღაც სხვა მცნება, ეგეთი არ არის. ხო, კაიფი მითხარი მე რა რომ დაალეცა ისა რა. ეგ უკვე ისეთი თემაა, აი. ყველა საინტერესო იყო რა, რომ ეხლა ვეგასში ვიყავით, ბიჭები ჩასული და მერაბის შევხვდით და უყურებთ ეხლა მერაბის მზადება როგორ მიდის. ეხლა მერაბის თავის გუნდი ყავს მაგარი ბიჭების და მე ცოტა ისე ვარ ეხლა დაძაბული რა ნიუ-იორკიდან გადავფრინდით ვეგასში და ცოტა დაძაბული ვარ და ყველა მე უნერვიულობს ვიად მაგას ბიჭო მეთქი როგორ უნერვიულობ ეხლა უყურეთ რა ტიპს როგორი დარტყმები აქვს ერთს ურტყავს და სვავს ეგრევე და ეხლა რო გაიფა თან გრძელი კიდურები აქვს რა ომალიზე ამბო ხო ომალიზე ამას ვერ მოაგარებ ძალიან გრძელი კი გასაგებია რო ბოდიში და ჟღვინტივით გამოიყურება მაგრამ ეგრე არ არის იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის რომ აი ეგეთი ტიპები რაღაცა მოწმეინე ჟვინტი არის ხო და მოკლედ დაძაბული ვარ რა ნერვიულობ მატყობენ კი ვიღიმი მაგრამ ესენი არ ნერვიულობდნენ ახლა გირო გადაიხე არ ნერვიულობდნენ პირდაპირ გეუნები ყველა რას მათენებინათ მაშინ გეთქვა და არა მაიცო რა ზვიად ნუ ნერვიულ მაგას ნახავო ეხლა რასაც უზოს ბიჭო მეთქი კაი ხარშო ეხლა რახან თქვენ ეგრე ლაპარაკობთ უბრალოდ იმიტომ რომ არ შემოვიტანო დისონანსი მაგ განწყობაში მეც ხო რა და ახლა ჩავედ უყურებ ახლა რაღაც ველოდებით სასტუმროში იქ და წავედით მერაბისთან რა წავედით მერაბისთან და ხო იწყებენ ამ გახდომას წონის დაგდებას ნახე იმაში რომ წევს რაღაცა შევედით სახში მერაბის ვესტუმრეთ სახში და უყურებ მეთქი ეს მერაბი სკაფანდრიებსო საულ მდგომარეობაშია აი როგორია სამი დღე წყალს არ სვავ, საჭმელს არ ჭამ, არაფერი უყურებ აი გული შემიძლია. და ძალა როგორ უნდა შეინარჩუნო ბიჭო მაგ დროს. სხვათა შორის გადაღებული მაქვს, მერაბი მაგ მდგომარეობაში ფირიანი ფოტოაპარატი მქონა წაღებული და ეგ კადრი მაქვს გადაღებული. აი ძალიან ისტორიული კადრია რა. ხო და მაიტა დუაჩვენოთ თუ შეიძლება. კი, გამოგიგზავნით მაგას და არ გენანებათ. არა, რატომ ენანებათ. ხო და მოკლედ ვერც ველაპარაკები ამ ადამიანს იმდენად სუსტი არის და მეთქი ჩემი ამოვედი და მე და გიორგი ვზივართ დილით საუგზნობთ და რა იყო რაზე ხარ ჩავიგებ ბიჭო მეთქი რაღაც და ბოლო დღეა აწონვის და არის დილის 7 საათი რა და ვზივართ და გიორგის SMS-ი მოდის რომ ბიჭო 9 კილოზე მეტი აქვს კიდე დასაგდებიო 11 საათზე აწონვა 7 საათზე ეს მესიჯი მოდის მეთქი რა 9 კილო როგორ უნდა დაიგდოს ტიპისგან აღარაფერია მეთქი დარჩენილი. მაგ დროს ცოტა სხვა ჩვენ მეშინო და ისე გამოიყურება. არა, ნუ აი გეუნები ჩავარდნილი, ფერი დაკარგული. ძიმა როგორი სიტუაცია, იცი აი გიფიცები. რომ მითხრა რომ აი მილიარდს მოგცემ და აი მარტო ეგ ეტაპი გაიარეო. შანსი არ არის. იმიტომ რომ მე რასაც იქ უყურე ამის ტანჯვას და ეგ ნორმალური ადამიანი არ არის, კაი გაგებით ვიზახი. თან როგორ არის, იცი აი ბიჭები იწერებიან ღამე რა, რომ გარეთ ვართო. იმიტომ რომ ვარჯიშობს ეხა და ნერვიულობსო და რაღაც მაგ დროს ხდები რაღაც ძალიან ისეთი ხო ხდები ეხა არ ჭამ არ სვავ არაფერი და მოკლედ დილით ეგეთი SMS-ი და მე თვალები გადავატრიალე მეთქი ჩემი მაგრამ ნუ არ ვამბობ რა არ ვაკომენტარებ და დილით მოვიდა მე მესიჯი რომ გაიარაო და ვახ მეთქი და ეხა იწყებს წონის აკრეფასო რა და მერაბისგან
მერაბის ხმა რო გავიგეთ ცოტა ხანში რა ხმოვანი შეტყობინება გამოგზავნა და რო ვერ შეადარებ იმ ხმას და ამ ხმას რო ტიპი უკვე წონის საკრიფას იწყებს და აუ მეთქი თან ჩვენების შურთ ხო იცი მანდ ბევრს და ბევრი ტერი ყავს ტერი თვალებში ეხა ამ ხელა ქვეყანა ხარ და დანა როგორც იქცეოდა ეხა შენ თვითონ იცი ხო ყველაფერს აკეთებ და იმისთვის რომ მერაბის წაეგო რა ვიად ამან დედა უტირა რა აი თავიდან ბოლომდე გაიტანა მეორე ჩხუბი რა იყო პროსტა ადგა და დანას დაუდო ესე აჰა რა და დაწყნა აი მეტი არაფერი არ იყო ეგ იყო უბრალოდ დანას აჩვენა ის რო ჩაგადაიგდო ხარზე მაგაზე ხო ეს რა სტორი დავდო ის დავადე გაიარე თუ რაღაცა ისე გცილით მოუყვი მე ვიჯექი სად ეხა გეტყვი რა ზუსტად სამი სკამით იქით იჯდა ამერიკის პრეზიდენტი ხო ტრამპი მთელი თავის აისონებით და რაღაცეებით. ამას ყველაფერს უყურებდი რა. რო დაახტა ესა რო გადახტა? ამას ყველაფერს უყურებდი. დაახტა კი არა რომ მოიგდოდა. თან ეკრანია დიდი, გაიგე? და უყურებ ტრამპს აჩვენებენ დიდი სახით და მიუყვანა რა. ტრამპი ამას გადაგდებული ყოს და ტრამპი უყურებს ესე აი მიდის მაგისკენ. ტირის რა. თქვენ ერთი მომენტი არა გამოგჩათ იქ. მე არ ვიცი აჩვენეს თუ არა. რომელზეა? მერაბი წამოვიდა ესე წრეზე და ტრამპთან ესე ერთი წამით. კი, ანიშნა, კი. ერთი წამით რა. ეგ იყო რომ დადო. ზუკერბერგსაც ელაპარაკება ხოლმე, კენეთან რომ მიარგებს. ისე ქართულ გამარჯვებებს, აი ნებისმიერ სახეობაში მოუწია რამე იდეის დონეზე, რომ მოდი სპორტს მიუძღვნა რამე გავაკეთო. რა თქმა უნდა. აი ახლა სხვათა შორის დინამოს 100 წლის თავთან დაკავშირებით ვაკეთებთ სპეციალურ საათებს. კი, სულ იქნება 11 წელი დამზადებული რა. ანუ სათადარიგო სკამი ამოვარდა. აი, ანუ ეგ იქნება სკამი, წველი, მასაჟისტი, ყველა ამოვარდა. ეგ რომ მიყვე ახლა უნდა გახვიდე. არა, სერიულ რო გააკეთო რამე მარტივი უფრო, ცოტა იაფი. არა, ეგ არის 100 წლის თავისთვის საქართველოში დამზადებული. დინამომ უნდა იყიდოს თუ მეც შემიძლია. არა, უფრო ეგ იქნება სასაჩუქრად გადაცემული დინამოსთვის და მოკლედ 12 გააკეთეს მომაზგაფეს რა. კაი, გეხუმრები. ხო და მოკლედ ისე რომ გვაქვს რა ჩვენთვის ძალიან რა არის ეხლა მე ვარ ესე ვთქვათ გლდანის ქუჩაზე გაზრდილი რა ეხლა კურდიანის ქუჩა ქვია მაგრამ გლდანის ქუჩა იყო და მთელი ბავშვობა სტადიონზე მე მახსოვს ერთი ღობე იყო სადაც მე ვძვრებოდი და ვეტეოდი და აი ისტორიას მოგიყვებით ეხლა ლივერპულს ეთამაშებიან ჩვენები და ბავშვები ახლა რა მილიცია ხო შემოარტყავდა ხოლმე რა წრეს და მოკლედ არავის არ უშებდნენ და ჩვენ ბავშვები ახლა აქ ცხოვრობ ბიძია რა ამ ქუჩაზე ცხოვრობ და რაღაც და საგურამოს ქუჩა იყო ეგ რა საიდანაც ვძვრებოდით იქ ხო და მოკლედ მაცვია მაგარი კაი ნახმარი ფეხსაცმელი რომელიც გემოზე გაქვს ხო იცი ფეხბურთსაც მაგით თამაშობ სკოლაშიც მაგაში და დადიხარ და ყველაფერი რა და ტუფლი აღარ არის და მივდივარ და ლივერპულის თამაში არის რა რა ხდება გადაკეტილია ყველაფერი რა ახსოვს რა ხდებოდა ხო და ესე იგი გავიდა ეს მილიციელი მე სად მითი ხო და მეთქი აქ ცხოვრობ მეთქი ბიძი ეგ რამეზოში ვცხოვრობ თქო და გავედი და მიყურებს თან რა თვალს არ მწყობს აბა მართლა ვარ თუ არ და უცებ ხედავს ამ აი ეს ღობე რაც არის გახედი იმაში ბოძის და ღობეს შორის ძრები სად მიდიხაროთ როგორ წარმოვიდგენ ხო წამოვიდა და გავძვერი გაიგე უკვე და ყველა საინტერესო რა არის იცი თასმები და ეს ტუფლები ისე იყო მოფარჩაკებული ერთი გამძვრა და იქითა და არ ვიცი ახლა გამოვიდე თუ შევიდე გამოვიდე თან ეს მოდის ჩემსკენ გაიგე და ავდექი და შევედი რა შიგნით ეს დაგჭა გარეთ ის გარეთ არის და ტიპი მიყურებს ესე ამ ღობეს უყურებს აი ხო ტუფლი გადმოგიგდო ჯიგარი გადმომიგდო და მაგრამ ახსოვს რა აი წვიმ როგორ წვიმდა ცრიდა ეს ლივერპულის 3-0 რო გაუდეს ჩვენებმა და აი მანდ იყო მაგარი რა აი სავსე იყო ხალხი კიბეებზე იჯდა ასაბო ბიჭო გადამოვიწყდა მე ადგილი ვიპო კი ეხა ისეთი გამხდარი ვიყავი რომ ჩემთვის ეხა 30 სანტიმეტრიანი განიც კი ორი ადამიანის ადგილი იყო მაგრამ ადგილი ვიპოვეს კანზე და დავჯექი ისე უყურებდი რა ძალიან მაგარი ეგ ყველაზე ეხა რა თქმა უნდა მთელი თამაში და რაღაცა მე ვიყავი მამაშენთან ერთად მახსოვს
და მახსოვს მე-3 გოლის მერე ქოლგები ხაერში რო და რო გადმოხტნენ რა ქოლგა რა წვიმავი ყველას ეკიდა ლივერპულს ადუღება ყიფიანი იყო ეხლა და დღემდე რჩება ჩემთვის ეხლა ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელად რა ეხლა არ არსებობს ჩემთვის აი რა გინა რონალდინიო აიღე ვინც გინა ეხლა გარინჩაც აიღე პელეც აიღე და ვინც გინა აიღე ეხლა ჩემთვის ყიფიანი არის ტოპი და იმის მერე მოდის ყველა ყიფიანი და სხვა ყველა დანარჩენი ვიდანის დონის იყო არავის არ ვაკნინებ მაგრამ პირდაპირ გეონებით ურავის ნუეწყინება უბრალოდ ჩემი კუმირი ფავორიტი ეგ ადამიანია და მაგის ფეხბურთია არა შეიძლება ეხლა ვიღაცამ რაღაცა იქ დაიწყოს აი უალტერნატიული სიმართლეს ამბობ ჩემთვისაც ეგრე გაისურები მაგ გაკეთებული აკიფო გეტყვი რა 77 წელი იყო მე შევედი სკოლაში მახსოვს მაიკები ვიყიდეთ, მაისურები ვიყიდეთ სპორტულ მაღაზიაში და საბჭოთა კავშირის დროს სად იყო და გუაშით ესე ლურჯი ზოლები გააუკეთეთ და მე მარილში ვავლევდით ხო მარილში კი არა წვიმა რო წამოვიდა ლურჯი ვიყავდა მთლიანად ჩვენ რას ვაკეთებდით ტრაფარეტი 10 ნომერი სად იყო ტრაფარეტი არა ჩვენ თვითონ წრიდით კაცო და პასტით წერდით ნომერს და მარილი წყაშულე ჩაგედო 2 დღე და მე აღარ გადადიოდა და მაგებს ვაკეთებდით ხის კარებები ჰოკეის თამაშობდით აი მახსოვს ბუცები იყო ოღონდ ბუცების ზომა იწყებოდა 37 ნომრიდან რა და მე ფეხი მქონა მაშინ 34 ხა პატარა ვიყავი და რომ ძრებოდა კავშირით 5 იმას ნასკს ვიცვევდი და გაჭედილი ბიჭო რომ გავიზარდე და ბუცი რო ჩავიცვი და 37 უკვე მაგრა მქონა რა სამო ბიჭო პირველი ბუცი მე რას ვიყიდე ფეხბურთს თამაშობდი ბავშვობაში ფიშერები და ბრაიტნერები ფიშერები რა ფიშერები ბრაიტნერები და კანადურს თამაშობდი მამა ჩემის ექსპერიმენტებით გახსოვს ეკეტების ხელი ძირდა ბიჭო როგორ არ მოხდა ეგ ექსპერიმენტები მაგარი თამაშობდა თავის დროზე წარმოვიდგინე და მე თამაშობდი კიდე გპ-ში იმას კანადურს ჩემი დრო ესე იგი ეს კეტების პერიოდი და ჩინური კეტები თუ ქონდა მაგარი იყო დუამიჩა და მე მახსოვს ჩემ ძმამ საღებავით ლურჯი და წითელი ზოლი გაუკეთა გვერდებზე და ეგ არის 70-იანები და რო დავდივარ ყველა მე მიყურებდა და რა მაშინ გავიგე პირველი ესო ფირმა არისო რა და დავდიო და ეს იცით რა არის ფარმა და ფურმა ნოკიას ფეხსაცმელი სპორტული გახსოვს ნოკია როგორ არ მახსოვს ნოკიები ჩემი კლასელები ნოკიები თავი ძმის ნოკიები ეცვა ჩვენ დღევანდელი შეხვედრის ლოზუნგი ხო იცი რა არის და მოწოდება დრო-დროზე ჩქარა მიკრო და დრო არაფერზე ფიქრობ ეკიდეთ მეთქი ძნელია ვიცი მაგრამ შედლების დაგვარა და რავი ზვია ძალიან დიდი მადლობა გაიხარეთ მე მგონი ძალიან საინტერესო არ დამთავრებია მეც ვამბობ მარკერი სად არის აი ხო იცი შენი თვითონ მითხრა გაიხარეო არ უთხრაო კაცებს უთხარე გამარჯვებული ყოფილიყავით გაიხარეს ჩვენო ვამბობ ვეუბნებით მხოლოდ ქალბატონებს ამიტომ გამარჯვებულები გაიხარე აი რა გაიხარე მეთქი კიდე ეს არის გეუბნები ხა ეს ავლიპე რო იყოს ბატონური სოციალური ეს იქნებოდა დაკეთებული იქნებოდი რა ქვია გეუბნები მე ამით ვიწყებ პირველი იქნები შენ ავტოგრაფების შეგროვებას ძალიან საპატივცემო აბა ერთი ამის კალიგრაფიაზე რო ბაზრობ შენ ნახოთ ერთი როგორი სად არის ბუჯო მარკერი ოდი ბუჯო მოდი გესროლე. ნუ და ვისაჯავრებ ხა? არა, ჩემ არა, თქვი ვისაჯავრებ. თქვი თუ ტრაკი გაქვს. რა ტრაკი, შენ გონი მიხიჩა? არა, მიხიჩა სხვანაირად ლაპარაკი. ესე რა დაუჭირე? აბა? მოვაწერეთ. მე იმას გავაკეთებ, როგორც გაგისწორე. დაჭიმული არ არის კარგად. აუ. დაჭიმული არ არის კარგად. ამიტომ ზუცუ და ჯوارე დაუსვი. ვერ ვაწეთო. როგორც მოაწარი თავი მაგის кайფი მოცა თავს მე და აბა აი გავჭინე ესე ისო ვერ გავაკეთე ისე როგორც უნდა აი გავიგე შეცემა რამდენჯერ უნდა ცხუცხო იწახო და რო ეთქვა ვინ არის შეურაცხადი რა ეს კოლხია ეს კოლხია აბა გაიგეთე ეს გამოდედებლებია გაიგეთე აბა გამოდედებლებია საკითხავია აი ისტორია უკვე გამოიხელე შეხდება შენზეა გამოტე ხო აღარ ახარ მაურიციოს არის რა ნომერია კი ხედავ კარგად რატომაც ნახევარი
ვა. შოთა ახალაძე ხომ არ გეგმავს სახში დასაკიდებელი ხო თქვით უკვე და. რავი, დიმა. ზია, ძალიან დიდი მადლობა მოგეთ მოსვლისთვის. თქვენ დიდი მადლობა. გამარჯვებული საუბარი გამოგვივიდა. აი გადავეჩვე, გაიხარეთ. გამარჯვებული. გამარჯვებულები ყოფილიყავით ყველა. და დიმა შენ ტანზე გაიხარეთ. ჩვენი ქვეყნის და თამადობით. აქაურობას მინდა ჩვენმა გულითად მასმინდეს, სადაც უკვე ძალიან დიდი ხანია ვარ და თავს ისე გზნობთ როგორც საკუთარ სახში. ბილი ბერკის ირლანდიური პაბი კოსტავა 77 და ჩვენი მეგობარი კომაგი, რომელსაც ასჩუქრე პაკეტი დააწეს და შენ გჩუქნით. აი, ნიკორას არ ვიცი რა არის, მაგრამ ცუდი რო არ იქნება ვიცი. რა თქმა უნდა, ხო ციკციკებს. არა, ეგ რო გახვალ მაქანასაც ანა მიხვალ. ზია ციკოლია იყო ჩვენ დღევანდელი გადაცემა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ რომ გიყურებთ და მოგიწონეთ თუ დაგვალაიკეთ თემა რა. წავედი, დაბაჰედა. დაიმახსოვრ დიზაინებზე მელაპარაკებოდა კაცსა. გაიმარჯვეთ. გაიმარჯვეთ ყველა. გაიმარჯვეთ. გამოიწერეთ და უკომაგეთ კომაქს. ბაროშ!